თარგმანება იმათეს სახარებისა ითავებს. სიტყვაი ესე, მაშინ ერისაგანთა მათ მთავრისათა წარიყვანეს იესო ტაძრად და შეკრიბეს მის ზედა ნათესავები ყოველი. და განძარცვეს იგი და ქლამინდი მეწამული შეჰმოსეს მას. და შეთხსეს გვირგვინი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და ლერწამი მისცეს მარჯვენესა ხელსა მისსა და მუხლი დაიდგნეს მის წინაშე, ემღერდეს მას და ეტყოდეს, გიხაროდენ, მეუფეო ხურიათაო. და ხნერწყუვიდეს მას და მოიღეს ლერწამი და სცემდეს თავსა მისსა. და ოდეს განკიცხეს იგი, განძარცვეს ქლამინდი იგი და შეჰმოსეს მასთვისივე სამოსელი და წარიყვანეს იგი, რაითა ჯვარსაცვან. და ვითარ გამოვიდეს იგინი მიერ, პოვეს კაცი კვირინელი, სახელით სიმონ. ესე წარიქციეს, რაითა აღიღოს ჯვარი მისი. და მოვიდეს ადგილსა მას, რომელსა ჰქვიან გოლგოთა, რომელ არს თხემისა ადგილი. და მისცეს მას ძმარი ნაუღლითა შეზავებული. და მირა იიღო, არა უნდა სუმის. და ვითარცა ჯვარსაცვეს იგი, განიყვას სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაითა აღესრულოს თქუმული წინაისწარმეტყველისა მიერ, რომელსა იტყვის, განიყვას სამოსელი ჩემი მათ შორის და კვარცა ჩემსაზე და განიგდეს წილი. ფსალმუნი 21:19 და სხდეს მუნდა სცვიდეს მას 27, 26. ვინმე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა სასმენელ ყვნას ყოველნი ქებულებანი მისნი, ფსალმუნი 5:2, ვინმე უძლოს თხრობად მიუცდომელსა მას და გამოუთქმელსა უფსკრულსა სახიერებისა მისისასა. ვინმე გულისხმახოს გარდარეული იგი ბუნებათა უაღრესი კაცთა მიმართ სიყვარული მისი, რომელმა ცხოვრებისათვის ჩვენისა ესოდენი შეურაცხებანი და ვნებანი დაითმინა, რაითა ჩვენ უნებელობა იმოგუცეს და მონებისაგან ეშმაკისაგან გვათავისუფლნეს. რამე თუ ესე რა გესმა, რა ესე აღმოვიკითხეთ დღეს წმიდასა სახარებასა შინა. მე მესმა, ძმანო და განმცვიბრდი, განკვირდა გონებაი ჩემი და ძვალნი ჩემნი შეძრწუნდეს და მოწყალესა მას და კაცთ მოყვარესა მეუფესა თაყვანის ვეც და მადლობაი შევსწირე, რამე თუ სხვაი სიტყვაი არა იმაქუნდა. ჰოი საკვირველი ესე საქმე. ვითარ შეთქმულებით ყოველთა შორის მაშინ ეშმაკი იხარებდა. რამე თუ ვთქვათ თუ ჰურიანი შურისაგან ბორბდეს და ესრეთ სრულიად დაივიწყეს ღმერთი. ერისაგანი იგი რომელ არიან მხედარნი და მსახურნი მთავრისანი, რომნი იყვნენ და ბერძენი, რომლისა მიზეზისათვის იქმოდეს ესე ვითართა მათ საქმეთა? არა საცნაურ არსა ვითარმედ ეშმაკი უფლებულიყო მათ ყოველთა და დააქცევდა მათ, ვითარცა ენება. ამისთვისცა განცხრომად შეერაცხა მისი იგი შეურაცხება იმხეცთა მათ ბოროტთა და მძვინვარეთა. ჯერ იყო ტირილი და გლოვაი, ვითარცა სხვაი. იგი ერი იქმოდა, ხოლო იგინი უფრო ისად ეკიცხევდეს და აყვედრებდეს მომადლებისათვის ჰურიათაისა და შეურაცხებითა მრავლითა შეურაცხყოფდეს. ჰოი საქმე შესაძრწუნებელი. ვითარმე ვიტყოდი, ანუ ვითარმე დავიდუმო, რამე თუ ორივე ესეცნელ მიჩნს. ჰოი საკვირველი მიუთხრობელი და გამოუთქმელი. ყოველნი ასონი წმიდისა მის გვამისა მისისანი ჩვენთვის იგუემნეს. წმიდასა მას თავსა მისსა ოდესმე დაჰბურიან და სცემდიან. ყვალად გვირგვინითა მით ეკლესაითა ტანჯეს, მერმე ლერწმითა სცემდეს კაცნი იგი ბილწნი და შეურაცხნი. პირი მისი ნერწყუვითა შეურაცხიქმნა. ღაცუთა მისთა ყურიმლის სცემაი თავს იდვეს. გვამი მისი განშიშულდა და შოლტითა იგუემა და ქლამინდი კიცხევისაი შეემოსა და თაყვანის სცემდეს მას ბასრობით. ხელი მისი მიცემითა მით ლერწმისაითა იტანჯა და დამსჭვალვითა სამსჭვალთაითა,
პირი კვალად, მიცემითა ნავლისა და ძმრისაითა. ესე ყოველი გუესმის, ძმანო, რაც რაიღა სიტყვაი გუაქუს გინებათა და შეურაცხებათათვის განრისხებად, ვინაიდან ქრისტემან თავსიდვა ესე ყოველი. რამე თუ საქმენი ესე ყოვლისა სიტყვისა უზეშთა ეს არიან. და არღარაი დაშთა სახე შეურაცხებისაი, რომელი არ აღაჩვენეს მას. ჰოია ურაცხელნი იგი ბოროტნი ჰურიათანი. წინაის წარმეტყველნი თვისითა ხელითა მოსწყვიდნეს, ხოლო უფლისა იესუისი მოკლაი რაიინებეს, თავრისაცა განჩინებაი თანაშემწე იყვეს. გარნა ყოველი იგი საქმე მათ ზედა იყო, იგინი იყვნენ შემასმენელნი, იგინი იყვნენ მკვლელნი, მათ თქვეს, სისხლი მაგისი ჩვენ ზედა და შვილთა ჩვენთა ზედა. მათე 27-25 იგინი ხბასრობდეს, იგინი ეკიცხევდეს, იგინი იყვნენ ერისაგანთა მათ და მსახურთა მთავრისათა მაბირებელ, მათ შეკრეს, მათ შემსჭვალეს, იგინი ხნერტყუიდეს, იგინი სცემდეს. არარაი ამათგანი განეგო პილატეს, არამედ ყოველსა იგინი იქმოდეს, იგინი იყვნეს მტარვალ და მგმობარ. ხოლოაც ჩვენ ამას ყოველსა ვიკითხავთ ჯამსა მას, ოდეს ყოველნი შემოკრბენ ეკლესიად, რაითა ვერ გვეტყოდინ წარმართნი, თუ რაოდენიცა არს ბრწყინვალე და დიდებული, ვითა რიგი სასწაულნი და საკვირველებანი ჰქადაგებთერსაზე და, ხოლო რაოდენიცა არს საყვედრელ, ფარავთ. ამისთვის განაწესა მადლმან სულისა წმიდისამან და დღესასწაულსა ამას დიდებულსა, ოდეს ყოველი ერი და ყოველი ჰასაკი ეკლესიად შემოკრბეს დიდებულსა მას ღამესა ქრისტეს ვნებისასა, მაშინ ვიკითხავთ ამას ყოველსა ბრწყინვალითა და მაღლითა ხმითა. და ამას რაი ვიკითხვიდეთ, ყოველთა რწამს ქრისტე გმრთად ჭეშმარიტად, დამბადებელად ყოველთა. და უმეტესად ამისთვის თაყვანი სიცემების, რომელეს ოდენჯერ იჩინა ჩვენთვის დამდაბლებაი, ვიდრეღა ესე ვითარნივნებანი თავს ისხნა, რაითა ჩვენ გვაცხოვნეს და რაითა გვასწავს სათნოებაი ჭეშმარიტი. რაც უკვე მარადის ამათ ქრისტეს ვნებათა ვიკითხვიდეთ, რამე თუ დიდ არს მათგან სარგებელი სულიერი. და ვინ არს იგი კაცი, რომელსა ესმას, ვითარ იკიცხეოდა და იქენჯებოდა და ელმოდა უფალსა და არამცალმობიერ იქნა, რაღაცა თუ უფიცხეს ქვისა იყოს? ხოლო ისმინეთ კვალადსა საკვირველი ესე სიტყვაი. წახარებაი და მოვიდეს ადგილსა მას თხემისასა, რომელსა ჰქვიან გოლგოთა, რომელ არს თხემისა ადგილი. და მისცეს მას ძმარი ნაუღლითა შეზავებული. და მირაი იღო, არა უნდა სუმის. და ვითარცე ჯვარსაცვეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაითა აღესრულოს თქუმული წინაის წარმეტყველისა მიერ, განიყვეს სამოსელი ჩემი და კვარცა ჩემსაზე და განიგდეს წილი. და სხდეს მუნდას ცვიდეს მას 27, 33, 36. სხდეს მუნდას ცვიდეს მას, თუ ოდეს ძი მოკუდეს. და სამოსელი მისი განიყვეს, ვითარცა კაცისა ვისმე შეურაცხისაი, რომლისა არავინ არ შემწე და მოზრუნავი. და არარაი შეემთხვია მოქმედთა მათ ამის საქმისათა, რამე თუ მიუთხრობელი იგი ძალი ქრისტესი სულგრძელი იქნებოდა ცხოვრებისა ჩვენისათვის. ხოლო ავაზაკთა მათ არარაი ესე ვითარი უყვეს მათ, არამედ ქრისტეს ოდენ ჰკადრეს. და შორის ორთა მათ ძვირის მოქმედთა ჯვარს აცვეს, რაითა მათ თანაშე ჰრაცხონ. და მისცეს მას ძმარი ნაუღლითა შეზავებული შეურაცხებით, და მირაი იღო, არა უნდა სუმის. ხოლო სხვაი მახარებელი იტყვის, და ოდეს მიიღო, თქვა, აღსრულებულ არს ესეცა წერილი, ერთი, წერილი იგი რომელი იტყვის, ცესმე საჭმლად ჩემ და ნაუღელი და წყურვილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი. ფსალმუნი 68-22, ხოლო ერთ არს ამათ ორთავე მახარებელთა სიტყვაი, რამე თუ ამანცა თქვა ვითარმეთ, მიიღო და მანცა ესევე თქვა ვითარმეთ,
მიიღო. გარნა სიტყვათა მათ წერილისათა ვიეთნიმე ვერ კეთილად გულისხმა ყოფენ, რამე თუ იტყვის მახარებელი მრავალგზის ვითარმეთ, ესე იქნა რაითა აღესრულოს თქუმული წინაისწარმეტყველისა მიერ. ვითარცა ესერა წინამდებარესა მას სიტყვასა შინა შემოიღო წამებაი წინაისწარმეტყველისაგან, ვითარმეთ, განიყვას სამოსელი ჩემი და კვარცა ჩემსაზე და განიგდეს წილი. ფსალმუნი 21:19 და მცეს მე საჭმლად ჩემ და ნაუღელი და წყურილსა ჩემსა მასვეს მე ძმარი. ვიეთნიმე უკვე ვითარცავ თქუ უმეცრად გულისხმა ყოფენ და ჰგონებენ, თუ ამისთვის იქნეს საქმენი იგი რაითა წერილნი აღესრულნენ. და ამის გამო თქუეს ვითარმეთ, უბრალო არიანო მოქმედნი იგი ამათ საქმეთანი ჰურიანი, რამე თუ ხმსახურე სიტყვათა წერილთასა, და უკვე თუმცა მათ არა ექნა, ვითარმცა აღესრულნეს წერილნიო. უფრო ისად რამე თუ იტყვის იოანე მახარებელი ვითარმეთ, ესოდენი სასწაულნი ქმნა იესო წინაშე მათსა და არა ხრწმენა. რაითა სიტყვა იგი ესაია წინაისწარმეტყველისაი აღესრულოს, რომელსა იტყვის, უფალო ვის ხრწმენა სასმენელი ჩვენი. და მკლავი უფლისაი ვის გამო ეცხადა? ამისთვის ვერ ეძლო რწმუნება იმისი, რამე თუ კვალად ესაია თქვა, დაუბრმეს თვალნი მათნი და დაუსრულდეს გულნი მათნი, რაითა ვერ იხილონ თვალითა და არცა გულისხმაყონ გულითა და მოიქცენ და მე განმკურნე იგინი. იოანე 12:27-40, ესაია 43:1, ესაია 6:9-10 და იტყვიან მეტყველნი იგი ამავებისანი. უკვე თუ ამისთვის ვერ ეძლო ჰურიათა რწმუნებად, რაითა აღესრულო სიტყვა ესაიაისი უბრალო სამი არიანო ჰურიანი. რამე თუ არა იგინი იქნეს მიზეზურ რწმუნოებისა, არამედ სიტყვა იგი წინაისწარმეტყველისაი. ხოლო ესე ვითარნი ესე გულის სიტყვანი და ზრახვანი ფრიად შორს არიან ჭეშმარიტებისაგან და თესლნი არიან მტერისანი. რამე თუ არცა წინაისწარმეტყველი მიზეზი ურწმუნოებისა მათისა არს, არცა ჰურიანი უბრალო არიან, არამედ აურაცხელად ბრალეულ და უსიტყველად დასასჯელ. რამე თუ წინაისწარმეტყველი პირველ ხედვიდა რა იგი ეგულებოდა მათ ქმნათ და თქვა, ხოლო მათ ქმნეს რაითვის იგი უკეთურებაი, გამოაჩინეს ჭეშმარიტად სიტყვა იგი წინაისწარმეტყველისაი. არა თუ სიტყვას ამას წინაისწარმეტყველისას აჰმონებდეს, არამედ თვისთა მათ ბოროტთა ნებათა. აც უკვე არა თუ წინაისწარმეტყველი იყო მიზეზ საქმეთა მათ, არამედ მათნი იგი ბოროტნი ნებანი და უფრო ისად იგინი ექმნეს წინაისწარმეტყველსა მიზეზ თქუმად სიტყვათა მათ, რამე თუ წინაისწარმეტყველთა წესი არ სხედვა იყოფათა საქმეთა უცდომელად. ხოლო მიზეზ საქმეთა კაცადისათვის ინებაი არს. და ვითარცა იგი ჩვენ წინაშე თვალთა ჩვენთა ქმნილთა საქმეთა ვხედავთ და არა ვსცდებით, არამედ ვითარცა იქნებოდინი, ეგრეთ ვხედავთ და ვითარცა ვხედავთ, ეგრეთ იქნებიან, ეგრეთვე წინაისწარმეტყველნი მომავალთა და ყოფათა საქმეთა ეგრეთ ხედვიდეს. ვითარცა წინაშე თვალთა მათ თამცა იქნებოდეს და უცდომელად იტყოდეს. ამისთვის იქნებოდეს საქმენი იგი. არა თუ რომელმაც თქვეს ამისთვის აღესრულებოდეს, არამედ რომელ უეჭველად იქნებოდეს, ამისთვის იგინი იტყოდეს. ვითარცა ესე ჩვენ რომელსა ვხედვიდეთ თვალითა ჩვენითა უეჭველად იქნების, რამე თუ არსთა საქმეთა ვხედავთ, არა თუ არა არსთა, ეგრეთვე წინაისწარმეტყველნი მას ხედვიდეს და იტყოდეს, რა იგი უეჭველად ყოფად იყო და ამისთვის აღესრულებოდეს სიტყვანი მათნი. ხოლო უკვე თუ რა იგი ეგულებოდა ყოფად, არამცა ხედვიდეს, არამცა იყვნენ წინაისწარმეტყველ. აც უკვე ყოვლით ურთ ესე უწყოდეთ, ვითარმეთ წინაისწარმეტყველნი არასჩულისმდებელნი არიან მომავალთა საქმეთანი, არცა მაიძულებელნი ნებათანი, არამედ მაუწყებელნი ოდენ არიან ყოფადთა საქმეთანი და რა იგი უეჭველად ყოფად იყო, თქვეს. ამისთვისცა არა განმტყუნდეს.
ხოლო რაღაცა თუმცა არა ეთქვა, ჰურიანი თვის საუკეთურებას აჩვენებდესვე და უკვე თუმცა ჰურიანი არა იქმოდეს, არცა წინაისწარმეტყველნი იტყოდეს მცა. აც უკვე რომელი თხვის იოანე, თუ არა რწმენა ჰურიათა რაითა სიტყვაი წინაისწარმეტყველისა იაღესრულოს იოანე 12:27-38 ნუ სიტყვასა წინაისწარმეტყველისასა დასტებ, კაცო მიზეზად მათისა ურწმუნოებისა, არამედ მათი იგი ურწმუნოება ითქუ მიზეზად სიტყვისა მის წინაისწარმეტყველისა. რამე თუ რა იგი ეგულებოდა მათ ქმნად მას ხედვი და იგი წინაისწარ. და კვალად რომელი თხვის, თუ ამისთვის ვერ ეძლო რწმუნებად რაითა აღესრულოს რა იგი თქვა ესაია, ნუ ამას იტყვი, თუ ჰურიათა ვერ ეძლო რწმუნებად რამე თუ შეეძლო უკვე თუმცა ენება, არამედ წინაისწარმეტყველსა ვერ ეძლო ტყუილი, რამე თუ ჭეშმარიტსა იტყოდა და რა იგი ყოფად იყო. ამისთვის უტყუილიყო სიტყვა იმისი. ხოლო მახარებელი ხედვი და უზომოსა მას უკეთურებასა ბოროტთა მათ ნებათა მათთასა და თქვა ვითარმედ, ვერ ეძლო ესე იგი არს არა უნდა რწმუნებად, არამედ იყვნენ ურწმუნო და აღესრულებოდა სიტყვა იგი წინაისწარმეტყველისაი. ნუ ესეღა მითხრან-მეტყველთა მათ ამავებისათა, უკვე თუ სიტყვისა მისთვის წინაისწარმეტყველისა ვერ ეძლო რწმუნებად და წინაისწარმეტყველი აყენებდა მოციქულთა ვითარ უძლეს და სხვათა მათ ბევრთა ვითარ შეუძლეს. ვითარცა ეთქვის იაკობ პავლეს, ხედავა, ძმაო, რამდენი ბევრნი არიან ჰურიათა შორის მორწმუნენი, საქმე 21:20 იგინი რად არა დააყენა სიტყვა მან წინაისწარმეტყველისამან. ხედავა ვითარ რომელთა ენება რწმენა, ხოლო სხვანი იგინებსით დაბრმეს და არა ინებეს რწმუნებად და აღესრულა სიტყვა იგი წინაისწარმეტყველისაი. ეგრე სახეთ საკვირველიცა იგი შობაი ქალწულისაი იქმნა, რამე თუ იტყვის მახარებელი, ესე ყოველი იქნა, რაითა აღესრულოს თქმული იგი წინაისწარმეტყველისა მიერ, აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე. მათე 1:22-23 რამე თუ არა თუ ამისთვის იქნა დიდებული იგი საკვირველი რაითა სიტყვაი წინაისწარმეტყველისა აღესრულოს, არამედ ამისთვის თქვა წინაისწარმეტყველმან მადლითა უფლისაითა, რამე თუ ყოფად იყო საქმე იგი. ეგრეთვე სხვანი იგი ყოველნი წინაისწარმეტყველთა სიტყვანი არა თუ ამისთვის აღესრულებოდეს რომელმაც თქვეს, არამედ რომელი იგი ყოფად იყვნენ ჭეშმარიტად, იგინი იტყოდეს. ეგრეთვე განყოფისათვის სამოსელთა ისევ ვითარცა ყოფად იყო, ეგრეთსა იხილა წინაისწარმეტყველმან პირველოსულისა მიერ წმიდისა და თქვა, და სიტყვაი წინაისწარმეტყველებისა მისისაი აღესრულებოდა, ვითარცა იტყვის მახარებელი და ვითარცა ჯვარსაცვეს იგი. განიყვას სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაითა აღესრულოს თქმული წინაისწარმეტყველისა მიერ რომელსა იტყვის, განიყვას სამოსელი ჩემი მათ შორის და კვარცა ჩემსაზე და განიგდეს წილი. მათე 27:35, ფსალმუნი 21:19 მათე ესრეთ მოკლედ წარმოიტყვის, ხოლო იოანე სახესა მასცა განყოფისასა და მიზეზსაცილის გდებისასა გვაუწყებს და იტყვის. ხოლო ერისაგანთა მათ რომელთა ჯვარსაცვეს იესო მოიღეს სამოსელი მისი და განიყვას 4 ნაწილად, თითოეულმან ერისაგანმა ნაწილი. ხოლო კვართი იგი იყო უკერველ, ზემოით ქსოვილყოვლად და თქვეს ურთიერთას, არა განვხიოთ ესე, არამედ ცილვიგდოთ ამასზე და რაითა აღესრულოს წერილი იგი. იოანე 19:23-24 საცნაურ არს ამათ სიტყვათაგან, ვითარმედ ოთხნისადმე ხოლო ერისაგანი მთავრისანი მივიდეს მუნასის თავისა მისთანა და სხვა იგიერი ჰურიათა იყო. იგინი იყვნენ მტარვალ, იგინი იყვნენ მტანჯველი, იგინი იყვნენ მოქმედნი ყოვლისა ბოროტისანი და ურსჯულონი იგი მღვდელთმოძღვარნი და მწიგნობარნი თანახყვებოდეს, რაითა აღასრულონ ბოროტი იგინება ითვისი.
ხოლო ფრიადის სიმრავლე ერისა იმ მწუხარე იყო საქმესა მასზე და რომელნიმე ჰრომთა და ბერძენთაგანი და მრავალნი ჰურიათაგანიცა, ვითარცა ლუკა იტყვის ვითარმეთ, შეუდგა მას სიმრავლე ერისაი და დედათაი, რომელნი ჰგოდებდეს მას. ლუკა 23:27 არამედ მხეცნი იგი მძვინვარენი, მღვდელნი იგი სირცხვილისანი, მხეცნი იგი სისხლის მჭამელნი ყოვლადვე არალმობიერი ქმნეს. ამისთვის საუფალმა დედათა მათ დაერსა მიუგო სიტყვაი, ხოლო იგინი არღარ აღირსკუნა სიტყვისა, რამე თუ უკურნებელი ყოსენი მათი. რამე თუ ნება იღა მათი აღასრულეს და ჯუარსა და მოჰკიდეს, მერმეცა ისწრაფდეს, რაითა სახელი დიდებისა მისისაი დაფარონ და განაქარვონ, რამე თუ ეშინო და აღდგომისაგან მისისა. ამისთვის ავაზაკთა თანა ჯუარსაცვეს და ბჯობით ამთავრისაით აქმნეს, რაითა ყოვლით კერძო ძვირის მოქმედისა სახელი დასტვან, ვითარცა ესერა იტყვის მახარებელი, რამე თუ კეთილარს, რაითა შემდგომიცა სიტყვაი სახარებისაი ვისმინოთ. წახარებაი და დასტვეს თავსაზე და მისსა ბრალად მისა დაწერილი, ესე არს იესუ მეუფეი ჰურიათაი. მაშინ ჯუარსაც უნეს მისთანა ორნი ავაზაკნი, ერთი მარჯვენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანა წარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს, ეჰა რომელი დახსნით ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებთ, იხსენაც თავითვისი, უკვე თუ ძეხარ ღმრთისაი, გარდა მოხედ მაგიერ ჯუარით. ეგრეთვე მღვდელთმოძღვარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს, სხვანი აცხონა, თავითვისი ვერ ძალუცა ცხოვნებად. უკვე თუ მეუფე ისრაელისაი არს გარდა მოხედინაც მაგიერ ჯუარით. უკვე თუ ესვიდა ღმერთსა იხსენინ იგი, უკვე თუ ხნებავს იგი, რამე თუ თქვა, ძე ღმრთისაი ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მისთანა ჯუარცუმულნი აყვედრებდეს მას 27, 37, 44. თარგმანი, ნუ უკვე ესმოდის ვისმე ესე ყოველი და ხრცხვენოდის, რომელი გიუფალი და მაცხოვარი და მეუფე ყოველთაი და ისეჯა პილატეს მიერ და ჰურიათაგან ჯუარს ეცუა, შეიკრა იგუემა. ეკიცხევდეს და ემღერდეს და ბასრობდეს და ყოველი ძვირი და ტანჯვაი შეამთხვიეს. ამის ყოვლისათვის ნუ უკვე ვინმე მორწმუნეთაგან იქდემულ არს და თავდადრეკილ. რამე თუ მზემანცა ვერ თავსიდვა ხილვა იგი, არამედ დაბნელდა, რაითა სხვათაცა თვალნი გარე მიაქცინეს ხილვისა მისგან. და არღარას რუნმიდა მცნებასა მას, რომელი მიეღო ნათობად კაცდა, არამედ იკადრა გარდასვლად, იხილა რაი ვითა რომელმან მცნება იგი ბრძანა მეუფემან, რაც კაცთაგან ელნებოდა და იტანჯებოდა. გარნა უკვე თუ მიზეზი იგი ვისწავოთ, თუ რაისათვის უნდა იგი თავსიდვა უფალმან, არღარა გულწხვენოდის, არამედ გვიკვირდეს სახიერებაი და კაცთმოყვარება იმისი და ვიქადოდით, ვითარცა პავლე, ჯუარითა ქრისტესითა. ამისთვის მოყავთ, ძმანო, ყური თქვენი და ისმინეთ სიტყვაი ჩემი, რამე თუ არა თუ თავისათვის ისათვის ევნებოდა უფალსა, რომელმან იგი ცოდვაი არ აქმნა, არცა იპოვა ზაკუაი პირსა მისსა, პეტრე 2:22, არამედ ჩვენთვის ელმოდა და ჩვენთვის ევნებოდა. რამე თუ ცოდვაი კაცთაი დიდი იყო და მრავალ და ყოველივე სოფელი დაეპყრა ბოროტსა მას და დღითი დღე აღორძნდებოდა და გარდაერეოდა და სიკვდილი სუფევდა ყოველთა ზედა, ხოლო უფალი ჩვენი უკუდავ არს და უხრწნელ ეგრეთვე სახიერ არს და კაცთმოყვარე, რამე თუ სიტყვაი არს სახიერისა მამისაი. ამისთვისა არაუგულებელს ყო წარწმედად ნათესავი ჩვენი, არცა თავსიდვა, რაითამცა დაბადებულთა მისთა სხვაი უფალიყო, არამედ იხილა რაი უკეთურებისა იგი სიმრავლე და მოკუდავი ესე ნათესავი, ვერ შემძლებელი წინააღდგომად სიკვდილისა. ვერცა შემძლებელი გარდახტად ტანჯვასა მას, რომელი ბოროტთა თვისთათვის თანაედვა ბუნებასა ჩვენსა, რამე თუ დიდისა სატანჯველისა თანამდე ვიყვენით, ამისთვის შეგვიწყალნა.
და ხედვიდა სახიერებასა მას მამისათვის ისასა, ხედვიდა ძალსათვისა და ძლიერებასა, რამე თუ ქრისტე ძალი და სიბრძნე არს ღმრთისაი. პირველი კორინთელთა მიმართ 1:24 შეიწყალა უძლურებაი ჩვენი და შეიმოსა იგი. რამე თუ მან თავადმან ვითარცა წინა ის წარმეტყველი იტყვის უძლურებანი ჩვენი აღიხუნა და სნეულებანი თავს ისხნა, ესაია 43:4 და შეიწყალა მოკვდაობაი ჩვენი და შთაიცვა იგი, ვითარცა იტყვის მოციქული, ვითარმეთ, და იმ დაბლა თავისთვის ვიდრე სიკვდილადმდე, სიკვდილითა მით ჯვარისაითა ორი. და იხილა რაი ვითარმეთ გარდახდათ თანანადებთა მათ ჩვენთა და სატანჯველთა შეუძლებელ ვართ, თავსიდვა ესეცა, ვითარცა იტყვის იგივე მოციქული ვითარმეთ, ქრისტემან გამოგვიხსნა ჩვენ წყევისა მისგან სჯულისა და იქნა რაი ჩვენთვის წყევასა ქვეშე. გალატელთა მიმართ 3:13 და ესრეთ კაცებისა ყოველივე შეიმოსა და მიიღო და თავისა მიერთვის ისა თანანადები ჩვენი გარდაიხადა. და დაგვაგნა და შეგვაწყნარნა ჩვენ მამასა, რაითავნებითა თვისითა უნებელ ყოსმნებული ბუნებაი კაცთაი და მცირეთა წილდიდნი საქმენი ცვალნეს. რამე თუ გარდა მოხდა რაითა ჩვენზეცად ახსლვაი მოგვანიჭოს, იშვა რაითა ჩვენ მის მიერ უშობელსა მას მამასა დავეგნეთ, მოუძლურდა ჩვენთვის, რაითა ჩვენ ავდგეთ ძალითა და ვთქვათ პავლესებრ, ყოველივე ძალმიც განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ. ფილიპელთა მიმართ 4:13 მიიხუნა ხორცნი განხრწნადნი, რაითა განხრწნადსა მას შეჰმოსოს უხრწნელებაი. შეიმოსა ბუნება იგი მოკვდავი, რაითა მოკვდავსა მას შეჰმოსოს უკვდავებაი. შეადარე 1 კორ. 15:43-44 მოკვდა ბუნებითა მით კაცობრივითა, რაითა ჩვენ, მოკვდავნი ესე კაცნი, განმცხოველდეთ და არღარა სუფევდეს ჩვენზე და ცოდვაი, არცა გვეუფლოსღა. შეადარე რომაელთა მიმართ 6:11-12 ვითარცა მოციქული ქადაგებს. ამისთვის ჯვარს ეცვაცა, რაითა წყევისაგან მოგვიყიდნეს და კურთხევაი მოგვანიჭოს. შეადარე გალატელთა მიმართ 3:13-14 რამე თუ მასვნებისა მისგან ჯვარცუმისა არარაი ევნებოდა, უფრო ისღა კეთილსა გვიყოფდა. და მორაიკუდა არა დაშთებოდა სიკვდილსა შინა, არამედ უფრო ისად მკვდართა განაცხოველებდა. დაიკლოდა, გარნა არა წარწყმდებოდა, არამედ სისხლითა თვისითა ყოველთა წარწყმედისაგან იხსნიდა და თავადი ეგო უნებელად. ხოლო უკვე თუ ვინ იკითხვიდეს, თუ ვით არ იქნა ესე. ისმენდინ და ვიტყოდი, ორთა საქმეთა შეერთება იქნა მის შორის. საქმეთა ვიტყვი არა თუ სწორთა, არამედ ყოვლით ურთშეუმსგავსებელთა. რამე თუ მოკვდავი უკვდავსა შეეყო და ხორცნი იგი ხრწნადნი უხრწნელსა მას სიტყვასა შეერთნეს, და მოკვდავი იგი არა ავნებდა უკვდავსა მას, რამე თუ უნებელიყო უკვდავი იგი, და უფრო ისღა მოკვდავიცა უნებელყო უფლებისა მისგან სიკვდილისა. რამე თუ მპყრობელნი მარადის მპყრობილთა მათ უძლიერეს არიან. ამისთვის შეერთებულისა მის ძლით უკვდავისა სიტყვისა სიკვდილი უჩინო იქმნებოდა საკვირველად მის შორის, ვითარცა ცეცხლისაგან განილევის ლერწამი, და უხრწნელი იგი სიტყვა ისარგებელი ყოფოდა განხრწნადსა მას შეერთებითა მისითა. რამე თუ ბნელი ნათლისაგან განათლდების და უდარესი იგი უმჯობესისაგან იკურთხევის, ებრაელთა მიმართ 7:7 ვითარცა მოციქული იტყვის. ამისთვის ცაც მტარვალთაგან განიძვარცების უფალი, რომელნი იგი ჩვენ ადამის მიერ შევიმოსენით ტყავისა სამოსელნი, რაითა შეუძლოთ მათ წილ შემოსად ქრისტე. ამისთვის განყოფაიცა სამოსელთაი თავსიდვა, რაითა ჩვენ მამისაგან განუყოფელი სიტყვაი გვაქუნდეს, ვითარცა იტყვის ვითარმეთ, მე და მამაი ერთ ვართ. იოანე 10:30
ამისთვის კვარცაცა ზედაწილი იგდეს და არა დააყენა უფალმან, რაითა ნაწილ ჩვენ და იყოს ქრისტე, ვით არც ეიტყვის მე ფსალმუნე, უფალი ნაწილ არს მკვიდრობისა ჩემისა და სასუმელისა ჩემისა. ფსალმუნი 15:5 და ამისთვის არა სხვა საადგილსა ჯვარს ეცვა, არამედ თხემისა ადგილსა, სადა იგი თქმულ არს პირველთა ჟამთაგან, ვით არმედ საფლავი იყო ადამ მამისა ჩვენისაი. რამე თუ შემდგომად 60-ით გამოსვლისა მორა იკუდა, მას ადგილსა დაეფლა. ამისთვის ჯერ იჩინა უფალმან მას ადგილსა მიღება ის სიკვდილისაი, სადა იგი მიიღო სიკვდილმან დასაბამი უფლებისათვის ისაი, რაითა დახსნაიცა მისი მასვე ადგილსა იქმნას და რაითა მუნგანაქაროს ცოდვაი ადამისი და ესრეთ აღიღოს იგი ყოვლისავე ნათესავისა მისისაგან. და ვინაიდან ესმა ადამს, მიწა იხარ და მიწადვე მიიქცე, დაბადება 3:19 ამისთვის მასვე ადგილსა დაიდვა უფალი, რაითა პოს მუნ ადამი და იხსნას წყევისაგან. და მისწილ თუ მიწა იხარ და მიწადვე მიხვიდე რქვა მას, განიღვიძე რომელსა ეგ გძინავს და აღდეგ მკვდრეთით. ეფესელთა მიმართ 5:14 ივნისი აღდეგ და შემომიდეგ მე, რაითა არღარა დაიდვა მიწასა შინა, არამედ ახვიდე ზეცად. და ნამდვილად ჭეშმარიტად აღდგომასა მას ქრისტესსა თან აღდგა ადამიცა და ყოველი ნათესავი მისი. რამე თუ ვითარცა იგი მორა იკუდა ადამი, მის მიერ ჩვენ ყოველნი მოკუდავ ვიქმნენით ეგრეთვე, აღდგა რაი უფალი ჩვენი ხორცითა, ყოველი ბუნებაი ჩვენი მისთანა აღდგა და უკუდავებაი მოგვეცა, ვითარცა პავლე ღაღადებს, ვითარცა იგი ადამის გამო ყოველნი მოსწყდებიან, ეგრეთსა ქრისტეს მიერ ყოველნი ცხოველ არიან. პირველი კორინთელთა მიმართ 15:22 აც ვიხილოთ კვალაცა ვითარ მიიყვანეს იგი ჯვარცუმად. პირველად დადგა წინაშე მთავრისაო და განიკითხა მის მიერ და მერმეღა მიეცა ჯვარცუმად. კეთილად წარმოთქვა ყოველივე მახარებელმან, რამე თუ თავსიდვა ჩვენთვის განკითხვა უფალმან პილატესგან, რაითა არა დუმილით იქმნას საქმე იგივნებისა მისისაი და დაიფაროს შური და უკეთურებაი ჰურიათაი. არამედ გამოჩნდეს სიბოროტე გონებათა მათთაი და მედგარი იგი ცილისწამებაი მათი. რამე თუ უკვე თუმცა არა ქმნილიყო განკითხვა იგი უფლისაი, უცნაურიყო შური იგი ჰურიათაი, ხოლო განრაი იკითხა, გამოცხადნა გულარდნილებაი მათი. და თვით პილატეცა ეწამებოდა მაცხოვარსა ვითარმედ არარაი მიზეზი იპოებოდა მისთანა. არამედ წმიდა იყო ყოვლისავე ბრალისაგან, ხოლო ჰურიათა შურსა გამოაცხადებდა, რამე თუ უწყოდაო ვითარმედ შურითა მისცეს იგი. მათე 27:18 ვითარმცა უკვე ეცნა მას ესე, უკვე თუმცა არა დადგომილიყო მის წინაშე. ჭეშმარიტად დიდი და დიდებული საქმე ქმნა მაცხოვარმან, დუმილით აღასრულებდა საქმეთა მათ და სიტყვასა რაი მიუგებდა, არც მონებდავ ემსაჯულსა მას აღსაარებად შურისა მის. რამე თუ უკვე თუმცა სიტყვას უგებდა ეჭუდამცავინ, თუ ეშინის სიკვდილისაგან, ხოლო დუმილითა სიმხნე იგი მისი და უშიშობაი განაკვირვებდა ყოველთა, რაითა ხრწმენეს, ვითარმედ ღმერთი არს იგი და მეუფეი ყოველთაი. ამისთვისცა განიკითხებოდა რაი პილატესგან ჩვენებითა შეაძრწუნა ცოლი მისი, რაითა დუმილისა მისგან უშიშობაი მისი გულისხმახოს და ჩვენებითა მითცნას, ვითარმედ არა კაცსა ლიტონსა, არამედ ღმერთსა განკაცებულსა განიკითხავს. შეშინდა უკვე მსაჯული იგი წინაშე მის სამდგომარისაგან და უფრო ისად იგი დაისჯებოდა შიშითა მისითა, არა თუმცა შემძლებელიყო შეშინებად უფლისა. ამისთვისცა დაიბანა ხელნი და თქვა, უბრალო ვარ სისხლისაგან მაგისისა. მათე 27:24 რაღაცა თუ კვალად იძლია ცოფი იგი და უგუნური სათნოებითა ჰურიათაითა და თანაშე ერთო ნებასა მას მათსა ბოროტსა და მისცა უფალი ჯვარცუმად.
მიეცა უკვე მაცხოვარი და არა შეშინდა სიკვდილისაგან, რამე თუ ბუნებისა მის კაცობრივისა შიშიზე მოაჩვენა, ოდეს იგი იწყო მწუხარებად და ურვად და ლოცვად. ხოლოაც ჯამი იყო ახოვნად თავსდებისაი, რაითა ესეცა სახე გვიჩვენავს, ვით არ გვიხმს სიმხნე და უშიშობაი. ამისთვის ახოვნად განეწყო სიკვდილისა მიმართ და სდევდა გუელსა მას ლტოლვილსა, რამე თუ არა ესრეთ იყო უფალი, ვითარცა სიკვდილად მიმავალი, არამედ ვითარმცა სდევნი და სიკვდილსა. ხოლო ბოროტმან მან და უბადრუკმან ეშმაკმან იხილა რაი პილატე, ვით არ უფროისად შეშინდა მსაჯული იგი, და კვალად იხილა რაი უფალი, ვით არ კადნიერებით განეწყო სიკვდილისა მიმართ, ისწრაფდა ყოვლით კერძო გამოცდად, რაი თამცაა ცცნა, რაი იგი პირველ. თასაზე და გამოსცდი და რაი ვერ უძლო ცნობად, თუ იგი არს წეღმრთისაი. რამე თუ მაშინ რაი სირცხვილეული ქმნა უმზირდა ჟამსა სიკვდილისასა და ჰგონებდა, რაი თამცა რომლითა ყოველნი დაიმონა, შეუძლო მისიცა გამოცდაი. რამე თუ ეგრეცა წერილ არს ლუკაის მიერ ვითარმეთ, აღასრულნა ყოველნი განსაცდელნი ეშმაკმან და განეშორა მას ვიდრე ჟამადმდე. ლუკა 4:13 ხოლო ესე იყო იგი ჟამი და იცოდა მბრძოლმან მან ვითარმედ უკვე თუ ამასცა ჟამსა მოუძლურდეს და სათრგუნვალ ყოველთა იქმნების, რამე თუ ესეღა ოდენ ბრძოლა იაკლდა და სიტყვით ყოვლით კერძო ძლეულიყო. ამისთვის ყოველსავე იქმოდა, რაითამცა ცნა, თუ იგი არს მაცხოვარი, რაითა უკვე თუ ესე დაიდასტუროს, არღარა იკადროს მიახლებად მისა, რამე თუ იცოდა თვალჩეუდგამი ძალი ღმრთებისა მისისაი. ხოლო უფალი ხედვიდა მანქანებასა მისსა. ამისთვის გფარვიდა ღმრთებასათვისა და ვითარცა კაცი იქცეოდა, რაითა არა ელტოდის იგი, ვითარცა ღმერთსა და წარვიდეს, არამედ მოუხდეს მას ბრძოლად, ვითარცა კაცსა და იქმნას იგი სამღერელ კაცთა. და ვითარცა რაი მორკინალმან, ანუ მხედარმან ახვანმან, იხილის რაი წინააღმდგომითვისი შეშინებული და ლტოლვილი, შეიმოსის სახე უძლურებისაი, და ესრეთ შეიტყუვის უძლური იგი და შეიპყრის ახვანმან მან და ძლიერად დააკვეთის. ეგრეთვე უფალმან უძლურებითა კაცობრივითა მოიყვანა მტერი ბრძოლად თვისად და ძლიერებითა თვისითა შემოსრა იგი და კაცი განაძლიერა მის ზედა. ამისთვის იწყო მწუხარებად და ურვად და ილოცვიდა თანაწარსვლად სასუმელი იგი და იტყოდა, სული გულს მოდგინე არს და ხორცნი, უძლურ, მათე 26:41, რაითა ამით სახითა მოუხდეს მბრძოლი იგი, ვითარცა კაცსა და პოსძალი ღმრთებისაი. ამით სთა მაცთური იგი. მოუხდა უფალსა და, ხედვიდა რაი ახოვნებასა მისსა, ეშინოდა. კვალად ხედვიდა უძლურებასა ხორცთასა და შეჰკადრებდა. და ესრეთ მოცდომილიყო და განლიგებულ, რამე თუ რაოდენგზისცა მოუხდა უფალსა, იძლია და ლტოლვილიყო ყოვლით ურთმთავრობით და ხელმწიფებით თვისით. ხოლო ჟამსა მას ცხოლს მყოფელისავნებისასა შემოიკრიბა ბილწმან მან ყოველი მხედრობა ითვისი და კვალად მოუხდა. მაშინ ყოველნივე აღძრნა უფალსაზე და ჰურიათა აზრახა მოკლვაი, პილატე თანა შეაწია რაითა დასაჯოს, მხედარნი აბირნა, რაითა განკიცხონ. და არა იცოდა დაწყეულმან ვითარმედ დახსნა თავისათვის ისა მოსწრაფე იყო, რამე თუ მარადის უკეთურება იბრმა არს. არა გულისხმა ჰყოფდა ვითარმედ მახვილსა მას, რომელსა ლესავს, გულსათვისა დასობად იყო. რამე თუ ვითარცა ცეცხლი თუ აღიღოს ვინ ხელითა და სხვისა მიაგდებდეს, პირველად თვისა ხელსა დასწვავს, და გუელსა თუ უპყრას ვინ მეორესა ზედა მიგდებად, პირველად თვით მოიწყვრის, ეგრეთვე უკეთურება იმოქმედთა მისთა ავნებს. და უფროისად მათ ავნებს, ვიდრეღა სხვათა მათ, რომელთა მიმართ ენებოს მათ მივლინება იმისი. ესრეთ შეემთხვია ფარაოს. თქვა, დევნო, ვეციო და მოუწყვიდო ისრაელი.
შეადარე გამოსვლა 15:9, არამედ თვით წარწყმდა ერითურთ და მხედრებით. ეგრეთვე იქმნა გოლიათისზე. მოკლა ენება და მოიკლა. ეგრეთ სახედვე შეემთხვია ბოროტსა მას ეშმაკსა. გამოსცდიდა რაი გამოიცადა. და აღძრნა რაი ყოველნი ქრისტეს ზედა, თავითვისი დახსნა. რამე თუაც წარმოიტყუენა ძალი მისი და იქმნა დასათრგუნმელ კაცთა. რამე თუ განიძარცვა რაი უფალმა და განეწყო მისა მიმართ იქმნა საქმე იგი უხილავად საძლეველ ეშმაკისა. და მეხსეულად შეჰმოსეს მას ვითარცა იოანე იტყვის ძოწეული იოანე 19:2 და ვითარცა მათე და მარკოზ იტყვიან სამოსელი მეწამული მათე 27:28 მარკოზი 15:17 და გვირგვინი ეკალთაგან დაადგეს თავსა მისსა და ლერწამი მისცეს მარჯვენესა ხელსა მისსა და მუხლი დაიყარნეს მის წინაშე და თაყვანი სცემდეს მას. ეჰა საკვირველი ახალი და დიდებული და ჭეშმარიტად სასწაული დიდისაც ლევისაი. რამე თუ რომელი იგი ვითარცა კაცი დასაჯეს სიკვდილად მას ვითარცა ღმერთსა თაყვანი სცემდეს და რომელსა ეკიცხევდეს ვითარცა უნდოსა ვისმე მას მეუფედ აღიარებდეს და განსძარცვეს მას ლიტონი სამოსელი და შეჰმოსეს ძოწეული. და რომელსა უმეცრებით შეურაცხყოფდეს მას უნებლიეთ წინაისწარმეტყველით ხადოდეს და რომელსა სცემდეს და ემღერდეს ძლევისა სახესა მისცემდეს მას მეწამულსა სამოსელსა და ეკალთაგან გვირგვინსა და ლერწამსა. რამე თუ დაღაცა თუ ამას ყოველსა ბასრობით იქმოდეს არამედ უმეცარიყვნეს ვით არ უნებლიეთ ძლევით შემოსილობასა მისა აღიარებდეს. რამე თუ შეგინებულიყო ქვეყანა იცოდვითა ეშმაკისა მიერ და შებღალულიყო სისხლითა. პირველად აღაღო რაი პირითვისი და შეიწყნა რა სისხლი აბელ მართლისაი და მერმე იწყეს რაი კაცთა სისხლისა სისხლთა ზედა დართვად, განეფინა ქვეყანასა ზედა წყევაი და სიცრუე, პარვაი და მრუშებაი და კაცის კლვაი და ამისთვის დაწყეულიყო ქვეყანაი. რამე თუ თქვა ღმერთმან, წყეულიყავ ქვეყანაი, რომელმან აღაღო პირითვისი შეწყნარებად სისხლსა აბელის, ძმისა შენისა. დაბადება 4:11 და კვალად პირველ გარდასვლასა მას ადამისა დაწყევა იგი მეუფემან და თქვა, წყეულიყავ ქვეყანაი საქმეთა შინა შენთა, მწუხარებით სჭამდე პურსა შენსა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა შენისათა ეკალსა და კურვისთავსა აღმოგიცენებდეს შენ. დაბადება 3:17-18 და ესრეთ ყოველივე სოფელი სავსე იყო სისხლითა და ეკლითა წყევისა მისგან და ესე ხელით წერილი აქ უნდა მტერსა. ამისთვის მაღლოოდა ყოველთა ზედა და ლაღად მძლავრობდა ვითარცა ტყუეთა ზედა თვისთა. ამისთვის წარმოტყუენა იგი უფალმა ყოვლისა მისგან. და მირაივიდოდა სიკვდილ ესე ყოველი მიიღო რაითა გამოაჩინოს ვითარმე და არა ცუდად არამედ ცხოვრებისათვის ჩვენისა თავსიდვა ყოველივე იგი. მაშინ უკვე სისხლი იგი რომლითა სოფელი შებღალულიყო მეწამულსა მას სამოსელსა ეტვირთნეს და ეკალნი გვირგვინსა მას ეკლისასა ხოლო ხელისწერილი ჩვენთა ცოდვათაი ლერწამსა მას რომელი მისცეს. რაითა სიკვდილსა თანა ესე ყოველიცა განაქაროს და სოფელიც მიდახოს და ეკლისა წილ მოგუცეს ძელი ცხოვრებისაი, ხოლო სისხლთა მათ წილბილწებისათა თვისითა სისხლითაც მიდახოს ქვეყანაი. და წყევისა წილ მოგუანიჭოს ნეტარება იმყოფთა ქვეყანისათა ვითარცა იტყვის, ნეტარიყვნენ მშვიდნი რამე თუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანაი. მათე 5:5 რამე თუ სისხლი იგი რომლითა ქვეყანაი შეგვებღალა ჩვენ, აღიხუნა და თვისი პატიოსანი სისხლი გარდამოადინა მას ზედა, რაითა ეკალთა წილ აღმოაცენოს მას შინა ცხოვრებაი და მშვიდობაი და ყოველნივე კეთილნი, რომლისათვისა წინაისწარმეტყველი იტყოდა, მრწმენა მეხილვად კეთილი უფლისაი ქვეყანასა მას ცხოველთასა. ფსალმუნი 26:13
და სხვისაც აპირისათვის დაიდგა გვირგვინი იგი ეკლესიაი უფალმან ჩვენმან, რაითა ზრუნვანი ცხოვრებისა ამის ჩვენისანი განაქარნეს. რამე თუ მიყარნა მტერმან მან მზაკუარმან ზრუნვანი ჩვენი მისსედა და არა უწყოდა ვითარმედ ითვირთნეს რა იგინი უფალმან, ყოველთავე უზრუნვალ ყოფს მანქანებათაგან მისთა, რაითა თესლი იგი სიტყვისაი თავისუფალი ქნას ეკალთაგან, ხოლო ჩვენ შეშთობისა მისგან ზრუნვათა ისა აზნაურებაი მოვიგოთ. რამე თუ თავადსა ჩვენთვის ელმოდა და ჩვენთვის იურვოდა, რაითა ჩვენ არღარა გველმოდის, არცა ვიურვოდით უღონოებისაგან. ხოლო ლერწამი იგი ამისთვის მოიღო მათგან უფალმან, რაითა მით მოაკუდინოს გველი იგი მზაკუარი, რამე თუ თქუმულ არს ვითარმედ, ლერწამი მაკუდინებელ არს გველთა. ვინაიდან უკვე უფალი საბაოდ, ვითარცა ესაია იტყვის სტევნი და გველსა მას ვეშაპსა დიდსა, ეშმაკსა მას მზაკუარსა ესაია 27:1 ამისთვის ლერწამი იგი მიიღო მარჯვენესათვისა, რაითა მოაკუდინოს ბოროტი იგი და განაძლიერნეს კაცნი მისსედა. და ვითარცა იგი დავითქმნა, მოსტაცა მახული გოლიათსა და წარჰკვეთა თავი მისი, ეგრეთვე აცქმნა მაცხოვარმა. მიიღო ლერწამი მათგან, რაითა არა ჩვენოდენ განგვათავისუფლნეს საცდურთაგან, არამედ გველიცა იგი მოაკუდინოს ლერწმითამით. ესრეთ უკვე იხილა რაი უბადროკმან მან თავითვისი მოუძლურებული სიქადულისაგან თვისისა და ვითარ განიდევნებოდა ქვეყანით და ქვეყანაი განწმდებოდა სისხლთაგან და ეკალთა და ვითარ წარწმიდა ხელით წერილი ჩვენი და ლერწამი, რომლითა წერდა ბოროტთა ჩვენთა. შეჰკადრა კვალად შეუკადრებელსა, რაითა უმეტესად მოწყლას თავითვისი. რამე თუ პირველად ესმოდა რაი თუ სული გულს მოდგინე არს, ხოლო ხორცნი, უძლურ, მათე 26:41 გონებდა, თუ სიტყვა იცა ხორცთა თანა უძლურ არს, და არა იცოდა, ვითარმედ უფრო ისად ძალითა მით სიტყვისაითა ხორცნიცა განძლიერდებოდეს. ამისთვის ვითარცა ვთქო აბირნა მხედარნი იგი უფლისა ბრძოლად და შეჰმოსეს მას მეწამული იგი და გვირგვინი ეკლესიაი და ლერწამი მისცეს ხელსა მისსა. და დახსნა სასჯელი იგი ეკალთაი ჩვენგან და სისხლთაგან შებღალულებაი განაქარვა და თავისუფლებაი დაგვიწერა და გველი იგი მოკლა. კვალად უკვე აღიღეს გვირგვინი იგი ეკალთაი და მეწამული სამოსელი. გონებდა ეშმაკი, თუ კვალად აქუნდეს ძალითვისი, არამედ არღარა აქუნდა, რამე თუ ციხნიდა ეკალთა მათ ფერხითა თვისითა და უფრო ისად მოიწყლოდა, არა თუ მოსწყვრიდა. და რომელნი იგი აღძრნა მაცხოვარსა ზედა, იგინი მის ზედა აღიჭურნეს, რამე თუ მოიღეს ლერწამი იგი უფლისაგან და ჰგონებდეს, თუ სცემენ მას, არამედ ეშმაკსა სცემდეს, რომელმან აბირნა იგინი და თავთათვის თავნებდეს, არა თუ უფალსა. რამე თუ ვითარცა რა იკლდესა თუ სცემდეს ვინ ხელითა თვისითა კლდესა მას ვერ შეჰმუსრავს, ხოლო ხელსა მოიწყლავს, ეგრეთვე რომელნი იგი უფალსა ბრძოდეს, თავთათვისთა შეჰმუსრიდეს და მას ვერ არასავნებდეს და იქმნებოდა ესე სრულიად სირცხვილად მტერისა. რამე თუ უკვე თუმცა უფალი სცემდა მას, ხელ ეწიფებოდა მცა მას სიქადული, ხოლო რომელი იგი მსახურთათვისთა მიერ იცემებოდა, ესე უმეტეს იყო ყოვლისა სირცხვილისა. გარნა არა თუ მათ მიერ იგი წყლულებაი მოაკუდინებდა ეშმაკსა, რამე თუ ვერ აიეძლო კაცთა მათ მტარვალთა, არამედ ძალი უფლისაი მოსწყვრიდა მას და შეჰმუსრვიდა. და ძლიერებაი, რომელი ხელისაგან მაცხოვრისა შევიდა ლერწამსა მას, იგი ხელით ამსახურთა მათ მტერისათა შეჰმუსრვიდა მას. რამე თუ ესე სახეთ ქნა უფალმა და კაცებისა ბუნებაი წინაუყო, რაითა სცემდნენ ვითარცა კაცსა. არამედ მისითა მიცემითა გველსა მას მზაკუარსა სცემდა ხელითა მტარვალთაითა. რამე თუ რომელი იგი ოდესმე იქადოდა სწორღმრთისა ყოფად, სირცხვილეული ქმნას ხელითა მტარვალთაითა ცემული. ხოლო შეემთხვეოდა მას ესე წინააღმდგომად თვისისა განზრახვისა, რამე თუ მან აღძრა ერი იგი ჰურიათაი,
რაითა ხმობდნენ და ღაღადებდნენ შესმენად უფლისა, ვით არც ეიტყვის ლუკა მახარებელი, ვით არმედ, ზედა და ესხმოდეს მას ხმითა დიდითა და გამოითხოვდეს მას ჯვარცუმად. და განძლიერდებოდეს ხმანი მათნი და მღვდელთ მოძღვართანი. ლუკა 23:23 ხოლო უფალმა დუმილი შემოიღო წინააღმდგომად ხმათა მათთა და დახსნა მისი იგი ღონე. ზაკუარმან მან განაფიცხა პილატე, რაითამცა შეაშინა უფალი და არა უწყო და ვით არმედ უშიშობითა განაქარებს ხელოვნებასა მისცა უფალი. აღძრა უგუნური იგი მთავარი ცემად უფლისა, ხოლო ქრისტე მან ძვირუხსენებლობა იწინაუყო და მძლე ექმნა. და რასა მრავალსა ვიტყოდი, ყოველივე ღონე სიბოროტისა და უკეთურებისა მისისაია ჩვენა ბრძოლად მაცხოვრისა, და არა ხედვი და ბრმა იგი ვით არმედ სათნოებასა აღსტურავს თვისთა მათ უკეთურებათა ზედა. რამე თუ მტერი ყოველსა ბოროტსა ზედა მოხარულ არს, და რაიცა ბოროტი არს საჭურველი არს იგი საეშმაკოი. ამისთვის დაარწმუნებს იგი კაცთა ბოროტის მყოფელთა მათთა ბოროტის ყოფად, რაითა შთაყარნეს ცოდვასა. ხოლო უფალმან ყოველივე დაითმინა, რაითა გვასწავს შიშისა წინა განწყობად სიმხნითა და გინებათა ანუ შეურაცხებათა, ძვირუხსენებლობითა, გულის წყრომასა, სიმშვიდითა და ყოველსავე უკეთურებასა, წინააღმდგომითა მისითა სათნოებითა. რამე თუ ამას პირველითგანვე ასწავლიდა ყოველთა და ეტყოდა, რომელმან გცეს ყურიმალსა მარჯვენესა, მიუპყარ ერთ კერძოიცა. და რომელსა უნდეს მიღებად კვართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი, ორი გიყვარდეთ მტერნი თქვენი, კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქვენთა, აკურთხევდით მწყევართა თქვენთა. მათე 5:44 და სხვა ესევით არის მრავალი ბრძანა. ხოლო რაითა არა თქვან ვიეთმე, თუ შეუძლებელ არს ამათ მცნებათა აღსრულებაი, ამისთვის თავით თვისით აღასრულა უფალმან ყოველივე, რაითა გვასწავს ბოროტის მყოფელთა ჩვენთა არა ყოფად ბოროტისა, არცა განრისხებად, არცა შიშად სიკვდილისაგან, არამედ უფრო ისად შეურაცხ ყოფად მისა სასოებითა მით მერმეთა კეთილთაითა. რამე თუ ესრეთ იქმნების ძლევაი ღონეთა მტერისათაი ვიდრე ღაოდეს ნაცვალისა ყოფად ვისწრაფდეთ. რამე თუ ოდეს ნაცვლისა ქმნად განვემზადნეთ და მაგინებელთა ჩვენთა ვაგინებდეთ და მავნებელთა ვავნებდეთ, მაშინ უფრო ისად აღვაორძინებთ და განვაფიცხებთ ჩვენზე და უკეთურებასა და უმეტესღა თავთათვისთა ვავნებთ, ვიდრე ღა მტერთა ჩვენთა. რამე თუ შთავვარდებით სასჯელსა ძვირის ხსენებისასა. ხოლო ოდეს მსგავსად უფლისა მოვითმინოთ ყოველი უსამართლოდნებაი და ბოროტის მყოფელთა ძვირუხსენებლობაი წინააღუდგინოთ და მტანჯველთა ჩვენთა, სიმხნე, სიკვდილსა, სასოებაი აღდგომისაი, მაშინ მძლე ვექმნებით ეშმაკსა და დავაკვეთებთ მას. ვითარცა მაცხოვარმან და უფალმან ჩვენმან ქმნა და მოთმინებითა დაამხვა ძალი მტერისაი და ესე სახე მოგუცა საჭურველად. ვითარცა იტყვის მოციქული, შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაი, რაითა შეუძლოთ თქვენ წინადადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა. ეფესელთა მიმართ 6:11 ესრეთ უკვე აჩვენა რაი უფალმან ახოვნებაი შვენიერი და დასცა მტერი იგი ჩვენი, მერმე დასტვეს მასზე და ჯუარი სასწაულად ძლევისე ჭეშმარიტად, რაითა უნებლიეთ აღიარონ უკეთურთა მათ, ვით არმედ მან მიიღო ძლევაი. რამე თუ ვიდრემდის მტერი იგი დგა, აქ უნდა ძელი მტარვალთა, ხოლო ოდეს იგი დაეცა და შეიმუსრა, მაშინ საძლეველი იგი აღიღო უფალმან და თავად მან იტვირთა. ხოლო ჯერ იყო, რაითა საძლეველი იგი არა სხვასა აქ უნდეს, არამედ მძლეს ამას ახოვანსა. ხოლო მირაივიდო და სიკვდილად, საძლეველსა მასთანა მიიღო სამოსელიცა თვისი, რაითა იგიცა სიკვდილსა თანა განიძვარცოს. ამისთვის შეიმოსა იგი და განვიდოდა ჯვარცუმად.
ხოლო წარიყვანეს რაი ჯვარცუმად, ეკიდა მას თვით ჯვარითვისი, ვითარცა იოანე იტყვის, ხოლო სხვანი მახარებელნი იტყვიან, ვითარმეთ სვიმონ კვირინელსა ეტვირთა ჯვარი. და არა წინააღმდეგებიანი დინი იოანეს, არცა იოანეს სხვათა მათ, არამედ ორივე იქნა, რამე თუ თავად მანცა უფალმან იტვირთა ჯვარითვისი, და კვალად კაცმან მანცა სიმონ აღიღო იგი. ვითარცა საძლეველი ეშმაკისა მიმართ ეკიდა მას პირველად თვით, და რაითა გამოაჩინოს, ვითარმეთ თავით თვისით და არა იძულებით მივიდოდა სიკვდილად. და კვალად სიმონ კაცმან აღიღო იგი, რაითა საცნაური იქნას ყოველთა, ვითარმეთ სიკვდილითა მით კაცთა ითა მოკვდებოდა უფალი, არა თავისათვის ისაითა. ესე იგი არს, კაცთა თანანადებსა გარდაიხდიდა, არა თავისათვის ისასა. ესე ყოველი რაი იქნა, მოვიდა მოსწრაფებით ადგილსა მას, სადა იგი ჯერ იყო ახსლა იმისი ძელსა, რაითა ხელისწერილი ჩვენი, რომელი მიიღო მტერთაგან შემსჯვალოს ჯვარსა, და განძარცუნეს მთავრობანი და ხელმწიფებანი კადნიერებით და განაქიქნეს ძელსა ზედა. და სახილულყოს კაცი იგი, რომელი გამოსტაცა პირისაგან ვეშაპისა მის, და აბკუროს სისხლითა თვისითა და წმიდა ყოს ქვეყანაი. ხოლო ესე რაი ეგულებოდა ქმნად, აღიძარცუნა სამოსელნი თვისნი. რამე თუ ჯერ ვეესრეთ იყო, რაითა შეიყვანებდეს რაი კაცსა სამოთხეთ, განსძვარცნეს სამოსელნი იგი ტყავისანი, რომელნი მიიხუნა ადამ, გამოვარდა რაი სამოთხით და მოკვდავ იქმნა. რაითა იყვნენ იგინის სახეთ სიკვდილისა მის, რომელიც ცოდვისა მიერ შეემთხვია. ხოლო უფალმან, რომელმან ყოველივე ბუნებაი ჩვენი მიიღო თვინიერ ცოდვისა, შეიმოსა ესე სამოსელი, რაითა განიძვარცოს და განძვარცნეს ჩვენ ტყავისა იგი სამოსელნი და მათ წილ შეგუმოსოს ცხოვრებაი და უხრწნელებაი. და შეიმოსა სამოსელთა მათ თვისთა თანა კვართიცა იგი უკერველი, ზემოით ქსოვილი ყოლად, და აღიძვარცა იგი, აღვიდოდა რაი ჯვარად, რაითა არწმენეს ჰურიათა, თუ ვინ არს ანუ ვინაი რომელსა ესე ჰმოსიეს. რამე თუ არა კაცი ლიტონი იყო, არამედ სიტყვაი, ზეცით მოსრული, რომელმან შეიმოსა კაცებაი. და ვითარმე და არა განიყოფის, არამედ განუყოფელ არს მამისაგან. და ვითარმეთ კაცი იქნა რაი, არა აქუნდეს ხორცნი კერულნი მამაკაცისაგან და დედაკაცისა, არამედ ქალწულისაგან ხოლო ქსოვილნი ხელოვნებითა მიცულისა წმიდისაითა. ამისთვისცა მტარვალთა მათ სხვა იგი სამოსელი განიყვეს, რამე თუ განყოფილნი იყვნეს. და ყვეს იგი 4 ნაწილად, რამე თუ 4 კერძოთა მათ ცოდვათათვის სოფლისათა ეცუნეს იგი უფალსა, აღმოსავალისა, დასავალისა, ჩრდილოისა და სამხრისა. რომელი იგი იხილა იოანე შემოსილი და თქვა, აჰა ტარიგი ღმრთისაი, რომელმან აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი. იოანე 1:29, ხოლო კვართისა მის განხევად ვერ იკადრეს შიშისაგან სასწაულისა მის, რომელსა იგი მოასწავებდა. და ესე საქმე არა მათი იყო, არამედ ჯვარცმულისა მის მაცხოვრისაი, რომელი იგი ვითარცა კაცი ეკიდა ძელსა, ხოლო ძალითა ღმრთებისა ითა სტევდა ეშმაკსა და მთავრობათა მათ და ხელმწიფებათა მისთა და ეწეოდა და განაქარვებდა ძალსა მისსა. ხოლო მტარვალთა მათ შეაშინებდა, რაითა ვერ განკვეთონ კვართი მისი, არამედ რაითა ეგოს იგი სამხილებელად ჰურიათა, რაითა ხრცხვენოდის მათ და ემხილებოდის, ვითარმეთ კრეცაბმელი იგი ტაძრისაი განიპო, ხოლო კვართი მაცხოვრისაი განუკვეთელად ეგო, და ვერ განკვეთეს იგი მტარვალთა მათ. იგი სახე იყო ამისცა საქმისაი, ვითარმეთ ჰგიეს სახარებაი მარადის განუკვეთელად, ხოლო აჩრდილნი იგი განიკვეთნეს. არამედ პირველსავე სიტყვასა მოვიდეთ. აღიძვარცნა რაი უფალმა სამოსელნი და განეცხო სიკვდილისა მიმართ, ხედვი და ეშმაკი გულს მოდგინებასა მას მაცხოვრისასა. ხედვი და კვალად თავსათვისას, ზეცით გარდამოვრდომილსა და ქვეყანისაგან ოტებულსა.
ცნა, ვითარმედ იძლია მისგან და სრულიად ტყუე იქნა და უღონოებასა შინა იყო, დადგომად ვერ ეძლო და სიულტოლად ეშინოდა. მაშინ მოიგონა, ვითარმედ მიწისაგან იმორაიკუდენ, მიწადვე მიიქცევიან, ვითარცა წერილ არს ვითარმედ, მიწა იხარ და მიწადვე მიიქცე. დაბადება 3:19 ამისთვის ეშინოდა ქვეყანასა შინა ყოფად, ნუ უკვე ეწიოს მას უფალი და შეიპყრას. დაელია ადგილი სიულტოლისაი და ჰაერთა შინაფრინვიდა, რაითა საუფლო იგი გუამი დაიდვას რაი ქვეყანასა შინა, მას აქუნდეს ჰაერი თავისუფლებით. ხოლო უფალმან ამასცა ზედა აჩვენა კაცთ მოყვარება ითვისი და არა მიიღო სიკვდილი ქვეყანასა ზედა, არამედ აღვიდა ჯვარითა ჰაერად, რაითა მიერცა განდევნოს გველი იგი, მთავარი ბნელისაი და სულნი იგი უკეთურებისანი დაამხუნეს. გარნა არავე დაუტევა ქვეყანა იუყურნებელად. რამე თუ დამოეკიდა რაი ჯვარსა, ჰაერი წმიდა ყო გამპყრობითა ხელთაითა, ხოლო ქვეყანა იგანბანა სისხლითა მით და წყლითა ცხოლს მყოფელისა გვერდისა მისისაითა. ესე რაი ესრეთ აღესრულა, უმეტესად უღონო იქმნა მაცთური. ზეცით გარდამოურდომილიყო, ქვეყანით ოტებულიყო, ჰაერთაგან განდევნილიყო და დიდსა სირცხულსა შინა იყო, რამე თუ ფრიად იქადოდა და სრულიად მოუძლურდა. ვინაითგან უკვე ყოველდღნით დევნულიყო და განკიქებულ და განთრეულ, განიზრახა, რაითა ბარე ჯოჯოხეთი დაიცვას, რამე თუ იგი ღაოდენ დახრჩომოდა, გარნა იციცვოდა, ნუ უკვე მუნცა მივიდეს უფალი და განდევნოს და ყოველნი იგი მუნ შეყენებულნი განათავისუფლნეს. ამისთვის თითო სახეთ აღონეთა იქმოდა და მრავალთა შემწეთა მოიპოებდა, რაითა მცა არა მივიდა მკვდართა თანა უფალი. რამე თუ იწყო ცნობად ვითარმედ იგი არს რომლისათვის წერილ არს, ახდა მაღალსა, წარმოტყუენატყუე და მისცა ნიჭები კაცთა. ფსალმუნი 67:19 ამისთვის კვალად აღძრნა ჰურიანი კიცხევად და ყვედრებად უფლისა და ეტყოდეს, ეჰა რომელი დახსნით ტაძარს ამას და მესამესა დღეს აღაშენებთ იხსენაც თავითვისი, უკვე თუ ძეხარ ღმრთისაი, გარდამოხედ მაგიერ ჯვარით, მათე 27:40 და სხვა სამრავალსა ესე ვითარსა იტყოდეს, რავდენსაცა ეშმაკი მოაგონებდა, რაითა მცა ყვედრებათა მათთათვის გარდამოხდა მცა უფალი მაგიერ ჯვარით და არა მცა მივიდა მკვდართა თანა, რაითა ესრეთ დაშთეს მტერსა ხელმწიფება იმ მკვდართაი. ხოლო მაცხოვარსა და ჭეშმარიტად ძესა ღმრთისასა არა სიულტოლითა სიკვდილისაგან, არამედ სიკვდილისა მიერ და ჯვარისა და თრკუნვითა სიკვდილისაითა ენება გამოჩინებად, ვითარმედ ძე ღმრთისაი არს და ცხოვრებაი ჭეშმარიტი. რამე თუ ხელ ეწიფებოდა გარდამოსვლაი ჯვარით, რომელმან იგი აურაცხელნი მკვდარნი აღადგინა. არამედ გარდამოსვლაი ჯვარით სიულტოლასა აჩვენებდა სიკვდილისაგან, ხოლო დადგრომაი ჯვარსა ზედა წამებდა, ვითარმედ იგი არს ცხოვრებაი ჭეშმარიტი. კვალად უკვე აღძრნა მზაკუარმა მღვდელთმოძღვარნიცა და ფარისეველნი და იტყოდეს, გარდამოხედინაც მაგიერ ჯვარით და გურწმენეს იგი. სხვანი აცხოვნა, თავითვისი ვერ ძალუც ცხოვნებად. მათე 27:42 ხოლო არა თუ სარწმუნოებად მოსვლაი მათი უნდა მოძღვარსა მას ურწმუნოებისასა და მასწავლელსა წარწმედისასა არცა ცნობაი უნდა, თუ ძალუც უფალსა თავისათვის ისა ცხოვნებად რომელმან იგი სხვანი აცხოვნა, არამედ რაითა ამათ სიტყვათა მიერ და უფრო ისად, რომელი ტყოდეს იგინი თუ გარდამოხედინ ჯვარით და გურწმენეს იგი გარდამოხდა მცა უფალი ჯვარით და არა მცა მიიღო სიკვდილი, არცა მცა მივიდე ჯოჯოხეთად. ხოლო უფალმან ჭეშმარიტად მაცხოვარმან რომელი არათვისა ეძიებდა, არამედ ჩვენსა არა გარდამოსვლითა ჯვარით ინება გამოჩინებად მაცხოვარება ითვისი, არამედ გამოხსნითა ჩვენითა კრულებათაგან ჯოჯოხეთისათა.
რამე თუ მკურნალიცა არა ამისგან გამოჩნდის ხელოვნად უკვე თუ თვითმრთელად იყოს, არამედ უკვე თუ უძლურნი განკურნეს. და მზე მან არა ამით გამოაჩინის ბრწყინვალება ითვისი, რაითამცა თავსა შორის თვისა შეაყენა ნათელი. არამედ რაჟამს სოფელსა მიხფინის ნათელი და ბნელი განაქარვის. ეგრეთვე უფალი არა თავისათვის ისა ცხოვრებასა აჩვენებდა, რამე თუ მას ცხოვრებაი არა უხმდა, თვით მაცხოვარი იყო და წყაროი ცხოვრებისაი, არამედ სხვათა ცხოვრებით აჩვენებდა მაცხოვარებასათვისა და არა გარდამოსვლითა ჯვარით, არამედ ჯვარსაზე და გამოაჩინებდა. ვითარმეთ ძეღმრთისაი არს, რამე თუ სიკვდილითა თვისითა ყოველნი აცხოვნა და სარწმუნოებად მოიყვანა. მაშინ უკვე იყო რაიჯერეთ წელსაზე და საფლავნი განეხუნეს და მკვდარნი აღდგეს და ავაზაკსა ხრწმენა, რაითა გამოჩნდეს, ვითარმედ იგი არს ჭეშმარიტად მაცხოვარი ყოველთაი. ხოლო ეშმაკმან იხილა რაი, ვითარმედ ავაზაკიცა გამოსტაცა უფალმან ხელთაგან მისთა ჯვარსავეზე და უმეტესად შეძრწუნდა და უღონო იქმნა. რამე თუ ხედვი და ვითარმედ შებღალული იგი სისხლით ავაზაკობისაითა, რომელი პირველ მგმობარიყო, მორწმუნე იქმნა და მეორესა მასცა ავაზაკსა აბრალობდა და უფროისხა ეშმაკსა, რომელი პირითა მის ავაზაკისაითა ზრახვიდა. განცვიბრებულიყო ამას ზედა მაცთური იგი, ბილცი და მყრალი. რამე თუ ყოველივე საჭურველი მისი და მახვილი, რომლითა ბრძოდა უფალსა, უხმარ იქმნა, ვითარცა წერილ არს, მტერისა მახვილსა მოაკლდა სრულიად და ქალაქნი მისნი აღოხრდეს. ფსალმუნი 9:7. მაშინ უღონომან მან და უძლურმან ესეცა მოიპოვა ღონე და აღძრა მსახურნი იგითვისნი, რაითამცა ასვეს უფალსა ძმარი ნაულითა განზავებული. და არა იცოდა ცოფმან მან, ვითარმედ ამასცა სავნებელად თავისათვის ისა იქმოდა. რამე თუ სიმწარე იგი რისხვისა იმის, რომელი მოიწია ჩვენზე და გარდასვლითა მით მცნებისაითა, რომლისა მიერ ყოველთა ზედა იქადოდა, მისცა მაცხოვარსა ხელითა მით მტარვალთაითა. ხოლო ტკბილმან მან უფალმან მიიღო იგი და განაქარვა და ძმრისაც ილგვიწდია ჩვენ ღვინო იგი, რომელიც სიბრძნემან განზავა ტაკუკთა შინათვის და იგავნი 9:5, ხოლო ნაულისაც მოგუმადლნა სიტყვანი თვისნი, რომელნი უტკბილეს არიან უფროის თაფლისა მის გოლეულისა. რამე თუ ვინაითგან მან მიიღო სიმწარე ჩვენი, გვეტყვის ჩვენ, განიცადეთ და იხილეთ, რამე თუ ტკბილ არს უფალი. ფსალმუნი 33:9. ხოლო ვითარცა ამისცა ღონისაგან ცარიელი დაშთა ეშმაკი და ხელოვნება იმისი ამაო იქმნა და ცნა უმეტესადრე, ვითარმედ არა კაცისა მიმართ არს ბრძოლა იმისი, არამედ ღმრთისა განკაცებულისა, განიზრახა სრულიად სიულტოლაი, რამე თუ შურდა ცხოვრებაი კაცთა იმოშურნეს ამას. მაშინ უფალმან მაცხოვარმან ყოველთამან არა ინება, რაითამცა განერა მტერი იგი და დაშთესცა სულნი ჯოჯოხეთს შეყენებულნი, არამედ საკვირველად ხელთ იგდო იგი. რამე თუ იხილა რაი, ვითარმედ იულტის შეძრწუნებული, კვალად კაცობრივრთა სიტყვათა იტყო და ვითარცა გვასწავებს მახარებელი, ვითარმედ ხმაყო იესო ხმითა დიდითა და თქვა, ელი, ელი. ლიმა საბაქთანი. ესე არს, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო. რაისათვის დამიტევებ მე, მათე 27:46, მარკოზი 15:34. ესე ამისთვის თქვა, რაითა ეშმაკი კვალად იჭვეულ იქმნას და რომლისაგან ზრწოდა და იტყო და ვითარმედ, ღმერთი არს, შეჰრაცხოს კაცად უძლურად და არა იულტოდის ამის ხმისაგან. სთა ყოვლად ბოროტი იგი და კვალად ვითარცა კაცსა მოუხდა. მაშინ სრულიად დაეკვეთა და წარწყმდა. რამე თუ მიიღო რაი უფალმან სასუმელი სიკვდილისაი და უგუმირეს ლახურითა გვერდსა მას ცხოველს მყოფელსა, რომლისაგან გარდა მოხდა სისხლი და წყალი, რაითა ვითარცა პირველ შემოვიდა საცდური დედაკაცისა მისგან, ადამის გვერდით დაბადებულისაით,
ეგრეთვე გვერდისაგან მეორისა ადამისა გამოხდეს ცხოვრებაი და სახსარი პირველისა იმის, რამე თუ სისხლი იგი სახსარი იყო, ხოლო წყალი, განსაცმედელი, მაშინ წარწყდა სრულიად მტერი იგი ბოროტი, რამე თუ მოკვდა უფალი ბუნებითა მით კაცობრივითა, და ეშმაკი წარმოიტყუენა და მკვდარი ქმნა. გონებდა, რაითა ეუფლოს ვითარცა კაცსა და შეიმუსრა ძალი მისი და ყოველთა გულისხმოყოს ღმრთეებაი უფლისა ჩვენისაი. რამე თუ მორაიკუდა ხორცითა მეხსეულად მზე დაბნელდა და კრეცაბმელი განიპო ტაძრისა იმის და ქვეყანაი შეიძრა და კლდენი განსტკდეს, საფლავნი აღეხუნეს, მკვდარნი აღდგეს, მხედარნი შეშინდეს, მეკარენი ჯოჯოხეთისანი შეძრწუნდეს და საცნაური ქმნა. ვითარმედ ჯუარცუმული იგი არა კაცი იყო ლიტონი, არმედ ღმერთი განხორციელებული. ამისთვისცა რომელნი იგი ხედვიდეს იტყოდეს, ჭეშმარიტად ღმრთისა იყო ესე. მათეო 27:44. იხილეთა ვითარ ბრმა არს უკეთური იგი მტერი, ერთისა მოკვლაი განიზრახა და ყოველნი მოაკლდეს მისგან. გონებდა ერთისა ჯოჯოხეთს შთაყვანება და განიდევნა ხელმწიფებისაგან ჯოჯოხეთისა. და ცნეს ყოველთა ვითარმედ არა უძლურებითა ბუნებისაითა მოკვდა უფალი, არამედ რაითა შემუსროს და განაქაროს სიკვდილი და რომელსა იგი ხელმწიფებაი აქ უნდა სიკვდილისაი, ვითარცა მოციქული იტყვის, ესე იგი არს ეშმაკი და განათავისუფლნეს იგინი, რომელნი შიშითა სიკვდილისაითა მარადის ცხოვრებად თანამდე ბიყვნეს კირთებასა. ებრაელთა მიმართ 2:14-15. მან თავადმან დახსნა სალმობანი ჯოჯოხეთისნი, ვითარცა იტყვის ესაია, ვითარმედ, ჯოჯოხეთი ქვეშე შენსაგან წარდა შემთხვევასა შენსა, ესაია 14:9 მირა იხვიდოდე შენ, და აღდგომითა თვისითა აღადგინა და საბამითგანი მკვდარნი და ეშმაკი საკიცხელ და საცინელყო. რამე თუ ვითარცა ბზიკმანს სცის რა იკლდესა, კლდესა მას ვერა იავნის, არამედ თვისი იგი საწერტელი შემუსრის, ეგრეთვე სიკვდილი შეიმუსრა, მოუხდა რა იკლდესა მას ცხოვრებისასა, რომელ არს ქრისტეი და საწერტელი თვისი წარწყმიდა, ვიდრეღა რომელთა იგი პირველ აშინებდა, აწვეთყვით მას, სადა არს სიკვდილო საწერტელი შენი. სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაი შენი. პირველი კორინთელთა მიმართ 15:45 და კვალად ვიტყვით, ახოცა ღმერთმან ყოველივე ცრემლი პირისაგან ჩვენისა. შეადარე ესაია 25:8. მაშინ შეიკრა მძლავრი იგი ბოროტი და მწარედ იგლოვდა მდებარე ბჭეთა თანა ჯოჯოხეთისასა, ხედვიდა რაი ვითარ მკვდარნი განცხოველდებოდეს, მტყვენი განთავისუფლდებოდეს. წმიდანი იგი მამად მთავარნი და წინაისწარმეტყველნი იხარებდეს და გალობდეს. რომელნიმე იტყოდეს, ახდა მაღალსა, წამოტყვენატყვე და გამოიყვანა კრულნი სიმხნითა თვისითა. ფსალმუნი 67:19, ეფესელთა მიმართ 4:8 სხვანი იტყოდეს, რაჟამს მოაქცია უფალმა ტყვე სიონისაი და ვიყვანით ჩვენ ნუგეშინისცემულ. მაშინ აღივსო პირი ჩვენი სიხარულითა და ენაი ჩვენი გალობითა. ფსალმუნი 125:1, ხოლო ანგელოზნი და ყოველნი ზეცისა მხედრობანი ღაღადებდეს, დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობაი და კაცთა შორის სათნოებაი. ლუკა 2:14 და ყოველნივე იხარებდეს ძლევასა მასზე და სიკვდილისასა. ხოლო მძლავრი იგი და მბრძოლი ყოველთა შეკრული ხელითა და ფერხით მდებარე იყო და ყოველნი განკვირვებული იყვნენ თუ ვითარ მეხსა შინა იქნა დიდი იგი საკვირველი, რომელ სიკვდილითა სიკვდილი შეიმუსრა და ჯუარითა ესე ვითარი ვეშაპი პრობილი იქნა და ჯოჯოხეთი წარმოიტყუენა.
ხოლო უბადრუკი იგი ოდენგოდებდა და კბილთა იღრჭენდა სულთა მათზე და რომელნი განერნეს ხელთაგან მისთა, ვითარცა წერილ არს ვითარმეთ, ცოდვილმან იხილოს და განრისხნეს, კბილთა თვისთა იღრჭენდეს, დაადნეს, და გულის თქუმა იცოდვილთა იწარწყმდეს. ფსალმუნიას 11:10 იღრჭენდა კბილთა და ინანდა, რომელ ყოვლადვე იკადრა მაცხოვრისა ბრძოლად. რამე თუ პირველ ებრძოლა წმიდათა და არაი ესე ვითარი შეემთხვია. აბელი მოკლა, ესაია განხერხა, იერემია ტანჯა, იობი გამოცადა და სხვანი ყოველნი მამად მთავარნი და არა იძლია. ხოლო იკადრა რაი უფლისა მიმართ, სრულიად შეიმუსრა და დასათრგუნველ ყოველთა იქნა. რამე თუ ესე საქმე მაცხოვრისაი არს, რომელ არა ხოლო თუ თავად იმძლე ექმნა სიკვდილსა, არამედ ჩვენცა მოგუცა ხელმწიფებაი დათრგუნვად იგი და ბრძანებს. აჰა ესე რა მიგეც თქვენ ხელმწიფებაი დათრგუნვად გველთა და ღრია კალთა და ყოველსა ძალსა მტერისასა. ლუკა 10:19 და კვალად იტყვის, ასპიდსა და იქედნესა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნა შენ ლომი და ვეშაპი. ფსალმუნი 90:13 პირველ გველმა ნაცთუ ნაევა და შურითა სიკვდილი შემოვიდა სოფლად. ხოლოაც დაითრგუნა და მოთუვიდეს ბრძოლად ესმის. წარვეთ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო მათე 4:10 და მეხსეულად უჩინო იქმნების და შეჰმუსრავს მას ღმერთი ფერხთა ქვეშე ჩვენთა. და ესოდენ შეურაცხარს ვიდრეღა ყრმამან მცირემან ხურელსა ასპიტისასა ხელი დასტვას და არა იევნოს. ესაია 11:8-9 თქვა ესაია. და ჭეშმარიტ არ სიტყვაი ესე, რამე თუ ბერნი და ყრმანი დასთრგუნვენ გულის თქუმათა მათ და ბრძოლათა მტერისათა, რომლითა ოდესმე ყოველნი დაემორჩილნეს. და ჩშვილნი პირველ ჰასაკად მოსვლისაცა სრულსა სიწმინდესა წარჰმართებენ და ქალწულებით აღასრულებენ დღეთა თვისთა და ყოველთავე ცოდვისა გემოთა აღმოიფხურიან გულისაგან. და მრავალთა საწერტელი ეშმაკისაი დათრგუნეს და სიკვდილი შეურაცხყვეს და ცხოვრება იუგულებელს ხვეს და გვირგვინი წამებისაი მიიღეს და ჰბაძვიდეს სიკვდილსა მას უფლისასა. სხვათა საწუთროი დაუტევეს და მოქალაქობა იზეცისაი მოიგეს ხორცთა შინა და განკიცხეს მთავარი იგი ამის სოფლისაი. ესე ვითარნი კეთილნი იქმნეს ჩუარცუმითა უფლისაითა. ხოლო გზა იგი სამოთხისაი, რომელი პირველ ცოდვისა მიერ ჩვენისა დახშულიყო, აც განღებულ არს, რომელთაცა ენებოს შესლვაი, ვითარცა წამებს პავლე, რომელი ხორცითავე მუნ მიიტაცა და ზეცა დაღიტაცა. მეორე კორინთელთა მიმართ 12:2 და ყოვლით კერძო დაიხსნა ძალი ეშმაკისაი და ვითარცა გველი ჭამს მიწასა და რომელი იქადოდა სიმდიდრესა განშიშულდა. ხოლო ჩვენ დაგლახაკებულნი ესე განვდიდრდით. რამე თუ ამისთვის დაგლახაკნა უფალი, რაითა ჩვენ სიგლახაკითა მისითა განვდიდრდეთ. ხოლო ეშმაკი განშიშულდა და დაითრგუნა. და იქნა დიდი ესე საკვირველი სოფელსა შინა, რომელ კაცნი წადიერ არიან სიკვდილად, რაითა მივიდნენ საუკუნესა მას და სურის მეორედ მოსვლისათვის მაცხოვრისა. ხოლო ბოროტსა მას ეშმაკსა, რომელსა პირველ ხელმწიფებაი აქუნდა სიკვდილისაი, აც ეშინის მოსვლისა მისგან დიდებულისა და სასჯელისა მისგან ზრწის, რამე თუ იცის ცეცხლი იგი, განმზადებული მისთვის და მსახურთა მისთათვის. რამე თუ ამისთვის დაისაჯა უფალი ჩემი ხორცითა, რაითა ჩვენ გვიხსნეს სასჯელისაგან და ეშმაკი დასაჯოს. ხოლო ღმრთისმეცნიერებისა მისთვის, რომელი განეფინა სოფელსა შინა, რადგან სახმარარს თქუმად, ვინაიდან საქმენი თვით ქადაგებენ, რამე თუ დღითი დღე კაცნი კერპთა დასთრგუნვენ და შეჰმუსრვენ და ღმერთს აღიარებენ და მცნებათა ქრისტესთა აღასრულებენ. და გულის თქუმათა, რომელთა მოწყვედად მოცავე რიგონებდეს, აც კადნიერად დასთრგუნვენ, და ეშმაკთა, რომელთაგან პირველ წოდეს, აც სხვათაგანცა განასხმენ, და ცოდვასა მას, რომლისა და დამონებულიყვნეს, აც სასწაულითა მით ჯვარისაითა ეკიცხევენ.
და რომელნი იგი ურწმუნო იყვნენ. ქალწულებასა და იტყოდეს, თუ შეუძლებელ არს კაცთა შორის წარმართება იმისი რწმენა, რა იქ ქალწულისაგან შობილი ქრისტე, ადვილად წარმართებენ და უკვირნ მათ, რომელნი ჯერეთ ურწმუნოებასა შინა იყვნენ. ამას ზედაგრძნებანი და მწამლველობანი უქმი იქნეს და სიბრძნენი იგი წარმართთან ისულელი იქნეს და არღარა სიტყვათაი არს ძიებაი, არამედ საქმეთა კეთილთაი და არა სიტყვა მრავლობაი სარგებელ არს, არამედ სიწმინდე სულისაი და რომელსა ფილაფოზნი იგი წარმართთან ის სიტყვით ვერ გამოაჩინებენ, ვერცა მისწუთებიან, ამას ქრისტიანენი სარწმუნოებითა გამოაჩინებენ და რომელსა გრძნებანი იქმოდეს, ჯვარმან ქრისტეს მან განაქარვა და უკვდავება იგი, რომელსა წარმართნი ურწმუნო იყვნენ, ქრისტეს მოწამეთა საქმით გამოაჩინეს და ქალწულებაი, რომელიც საკვირველი იყო დიდთა მათ ფილაფოზთა მიერ, ქრისტეს მიერ დედათაცა ადვილად წარმართეს და ეშმაკთა, რომელთა ღმრთად აღიარებდეს იგინი, ღრმანიცა სტევნიან ქრისტეს მიერ. და ყოვლით ურთხმერთ შემოსილი კაცი მსგავს ღმრთისა არს ქვეყანასა ზედა, ძვირუხსენებელ, ძმათ მოყვარე, ზეცისა მოქალაქობისა აღმასრულებელ. ესე ყოველი ქრისტეს ჯვარცუმითა იქმნა, ესე ყოველი აღასრულა სიკვდილმან მაცხოვრისამან, რამე თუ არა კაცობრივი არს საქმე ესე, არამედ საღმრთოი და ამისთვის ივნო ვითარცა კაცმან, რაითა კაცთა მოანიჭოს ყოველივე კეთილი. და აც ყოველნივე სათნოებანი, რომელთა კაცნი იქმან, მისი საქმე არს. რამე თუ დაღაცა თუ პავლე იტყოდის, ქრისტე იტყვის მის მიერ, დაღაცა თუ დიდთა სასწაულთა იქმოდის, მადლი ქრისტეს იქმს ყოველსავე, და რომელიგი ყოველთა ზედა მიიწია მეცნიერებაი ღმრთისაი, მისი საქმე არს, რომელი გარდა მოხდა ზეცით და შუამდგომელი იქნა ღმრთისა და კაცთა, ვითარცა წერილ არს ვითარმეთ, იყვნენ ყოველნი ღმრთისწავლულ. იოანე 6:45 შეადარე ესაია 44:13 აც უკვე სანატრელ არს ჭეშმარიტად და თაყვანისაცემლ ცხოველს მყოფელი ჯვარი ქრისტესი, რომლისა მიერ სიკვდილი განქარდა და ეშმაკი მოიკლა და ჯოჯოხეთი წარმოიტყუენა. დიდებაი შენ და სიტყვაო ღმრთისაო, ღმერთო ჭეშმარიტო, სიბრძნეო და ძალო მამისაო, რომელმან მრავალღონე იგი მძლავრი შეჰმუსრე და ამპარტავანი იგი ქედი მისი დაჰკაფე და მოგვეც ძალი დათრგუნვად მისა. კაცთ მოყვარეო და სახიერო მეუფეო, შენ ტყვეობისაგან გვიხსნენ ჩვენ და მონებისაგან ცოდვისაგან გვათავისუფლენ სიკვდილითა შენითა. მშვიდობის მყოფელო, მოწყალეო, ძეო ღმრთისაო ჭეშმარიტო, შენ შვილ ღმრთისა გუყვენ ჩვენ და დამაგენ მამასა შენსა, რამე თუ მტერობა იგი ხორცითა შენითა განაქარვე. დიდარო მაცხოვარო მეუფეო ტკბილო, შენ დახგლახაკენ ჩვენთვის, რაითა სიგლახაკითა შენითა ჩვენგან მდიდრდეთ და სასუფეველი მოგვანიჭე ჩვენ. დამბადებელო ყოველთაო, სიტყვაო მამისაო, შენ მეორედ დამბადენ ჩვენ და განმაახლენ დაძველებულნი ესე. ნათელო ჭეშმარიტო და ბრწყინვალებაო მამისაო, შენ დაბნელებულნი ესე განგვანათლენ და დაბრმობილთა ნათელი გვიჩვენე. ხატო და თანაარსო მამისაო, შენ წარწმედულნი ესე მოგვიძიენ და კვალად მოგვანიჭე ხატებაი და მსგავსებაი ღმრთისაი. ღმერთო, სიტყვაო ღმრთისაო, ცხოვრებაო ჭეშმარიტო, შენ განგვაცხოველენ მომკვდარნი ესე და განხრწნილნი უხრწნელ გუყვენ. ძალო ჭეშმარიტო და მარჯვენეო და მკლავო ღმრთისაო, შენ დახსენ სალმობანი სიკვდილისანი და შეჰმუსრენ ბჯენი რვალისანი და მოქლონი რკინისანი და ვეშაპი იგი ეშმაკი სამჭედურითა მოითრიე, სასწაულითა მით ჯვარისაითა. შენ მიერ სახიერო და შენითა მით ქველის საქმითა ყოველნი ემღერიან მას და ყოველნი დასტრგუნვენ მას და არღარავის ეშინის მისგან, არამედ შენგან გვეშინის ყოველთა და შენ თაყვანის გცემთ და შენ მიერ და უსაბამოსა მას მამასა შენსა და ყოვლადწმიდასა სულსა მარადის და უკუნისამდე. ხოლო კვალად ზემოხსენებული სიტყვაი ვახსენოთ.
სახიერმან მან და კაცთ მოყვარე მან უფალმან ჯვარცუმითა და სიკვდილითა თვისითა აღდგომაი და ცხოვრებაი მოგუანიჭა ყოველთა და ძალი სიკვდილისა და ეშმაკისაი შემუსრა. ხოლო ჰურიანი დიდებულთა მათ საკურველებათა ხედვიდეს და არავერ ცხვენოდა, არცა გულისხმა ყოფდეს, ვითარმეთ თავისათვის ისა წარწმედად ისწრაფდეს. მისცეს უფალი პილატეს და არა ხედვიდეს, ვითარმედ იერუსალიმსა მისცემდეს ხელთა ხრომთასა. არა ინებეს მონებაი უფლისაი და ყვნეს თავნითვის ნიმონა ეშმაკისა და მსახურებდეს მას, რაოდენსაც ეტყო და ბრძოლად უფლისა. გამოითხოვეს ბარაბა და უფალი მისცეს ჯვარცუმად, რამე თუ ცხოვრებაი ბარაბაისი შეიყვარეს და ყოველი კაცის კლაი და მესისხლეობაი მათ შორის არს. ხოლო ნათელი და ცხოვრებაი და ყოველივე რაოდენი ეწოდების უფალსა ჩვენსა, მათ განიშორეს. რაითა აღესრულო სიტყვა ესაიაისი, რომელსა იტყვის, აჰა ესე რა მფლობელი უფალი საბაოთ მოსპოლავს ჰურიასტანით და იერუსალიმით ძლიერსა მამაკაცსა და შემძლებელსა დედაკაცსა, ძალსაპურისა და წყლისასა, გმირსა და ძლიერსა და კაცსა მბრძოლსა და მსაჯულსა. და წინაისწარმეტყველსა და განმაწესებელსა და მოხუცებულსა და ერგასისთავსა და საკურველსა მზრახვალსა და ბრძენსა ხუროით მოძღვარსა და გულისხმის მყოფელსა მსმენელსა. და დავადგინე ყრმანი მთავრად მათა და მემღერნი უფლებდნენ მათ ზედა. ესაია 3:1-4 ემღერდეს უბადრუკნი იგი უფალსა და არა ხედვიდეს, ვითარმედ აღესრულოს მათ ზედა სიტყვა იგი წინაისწარმეტყველისაი, მემღერნი უფლებდნენ მათ ზედა. ხოლო ნათელი ჭეშმარიტად მიეღო მათ, რამე თუ იტყვის იერემია, მოუსპო მათგან ხმაი სიხარულისაი და ხმაი მხიარულებისაი, ხმაი სიძისა და სწლისაი, სურნელებაი ნელსაცხებელისაი და ნათელი სანთლისაი. იერემია 25:10 მისცეს უფალი წარმართთა მოკლად და არა განიცდიდეს ბრმანი, ვითარმედ შემდგომად მცირედისა იგინი შეიგინენ წარმართთა შორის და სამკვიდრებელსა მათსა შევიდენ წარმართნი. უარყოს უფლისა მეუფებაი და არას ცნობდეს, ვითარმედ წარიწყმედენ პატივსა მას დავითისა, რამე თუ მისდა განმზადებულიყო მეუფებაი დავითისი და მოსვლადნდე მაცხოვრისა მოიწია იგი, ვითარცა წინაისწარმეტყველებდა მამად მთავარი იაკობ, ვითარმედ არა მოაკლდეს მთავარი იუდაისგან, არცა წინამძღვარი წყვილთაგან მისთა ვიდრემდის მოვიდეს, რომლისა იგი განმზადებულ არს და იგი მოლოდებაი წარმართთაი. დაბადება 49:10 განძვარცეს უღმრთოთა მათ უფალი ჩემი და სცეს და არა იცოდეს, ვითარმედ განშიშულდებიან შეწევნისა მისისაგან და შეიმოსენ ტყებასა, ვითარცა იტყვის წინაისწარმეტყველი, მოსწარცო სამოსელი ჩემი და ტილოები ჩემი არა ფარვად სირცხვილსა მისსა. და გოდებდეს და იგლოვდეს და ვიდოდის უხამლოი და შიშველი და ყოს ტყებაი, ვითარცა ვეშაპთაი და გლოვაი, ვითარცა ასულთა ურჩხულთაი. შეადარე მიქია 1:8 შეჰმოსეს უფალსა მეწამული და არა იცოდეს, არცა ხედვიდეს, ვითარმედ აღესრულების მათზე და სიტყვა იგი, ვითარმედ ხელნი თქვენი სავსე არიან სისხლითა. ესაია 1:15 49:3 და ხელთა თქვენთა იპოვა უბრალოი სისხლი. იერემია 2:34 იხარებდეს უბადრუკნი, ხედვიდეს რაი თავსაზე და უფლისასა გვირგვინსა მას ეკლისასა და არა ხედვიდეს ბრმანი, ვითარმედ თვისთა თავთაზე და დაიკრებდეს ეკალსა და კუროის თავსა, ვითარცა იტყვის წინაისწარმეტყველი, ქვეყანასა ერისა ჩემისასა ეკალი აღმოეცენოს და ყოვლისა სახლისაგან სიხარული მოისპოს. ესაია 32:13 ეკიცხევდეს უფალსა განკიცხულნი იგი, თუ რად იტყვისო თავსათვისა ძედ ღმრთისა და არა ხედვიდეს, ვითარმედ სრულიად განვარდებიან შვილებისაგან, ვითარცა წამებს უფალი პირითა ესაია ისითა, ისმინე, ცაო და ყურად იღე, ქვეყანაო, ძენი ვისხენ და აუზარდენ,
ხოლო მათ შეურაცხმყვეს მე. და აჰა ესე რა დაეტეოს სახლი თქვენი ოხრად. ესაია 1:2-7. ასვეს მას ნაუღელი და ძმარი და იყო ესეცა დიდი სიბრმე. რამე თუ ღმერთმან ვენახი ეგვიპტით ცვალა 5 და დაასხა კეთილად და მოელოდა მათ, რაითამცა გამოიღეს ნაყოფი, ყურძენი და ღვინოი, ხოლო ცოფთა მათ და უგუნურთა ღვინისაცილ ასვეს მას ძმარი და ყურძნისაცილ მიუპყრეს ნაუღელი, რაითამცა წამონ თავისათვის ისათვის უკეთურებაი სოდომელთაი, რამე თუ ყურძენი მათი ყურძენი ნაუღლისაი არს, ვითარცა იტყვის მათთვის მოსე ვითარმედ, საყურძნისა მისგან სოდომელთაისა იყო საყურძენი მათი. მეორეს ჯული 32:32. ამისთვის უფალმან იცოდა თუ ვითარსა ნაყოფსა ეგულების გამოღებად და წინაითვე მიუთხრა იგავი იგივე ნახისა იმის და ხრქუა, გეტყვით თქვენ, მიგეღოს თქვენ სასუფეველი ღმრთისაი და მიეცეს ნათესავთა რომელნი ჰყოფდნენ ნაყოფთა მისთა. მათეო 21:43. ამას ყოველსა ზედაგან უყვეს სამოსელი მისი მტარვალთა და არახედვიდეს ყოფათსა მას მათსა წარმართთა შორის განყოფასა, ვითარცა იტყვის წინა ის წარმეტყველი, ვითარმედ, აჰა ესე რა დღენი მოვლენ და განიყოს ნატყვენავი შენი შენ შორის. და შეუკრიბნე ყოველნი წარმართნი ბრძოლად იერუსალიმსა ზედა და წარიტყვენოს ქალაქი იგი და წარიტაცნენ მკვიდრნი მისნი. რამე თუ არა მიგეტეოს თქვენ ცოდვაი ესე ვიდრე მდის მოსწყდეთ თქვენ, იტყვის უფალი ძალთაი. შეადარე ზაქარია 14:1-2. და რაითა შემოკლებულად თქვა იკადრეს უშჯულოთა მათ მოკლაი უფლისაი, გარნას სიკვდილი მისი იქნა ჩვენ ყოველთა ცხოვრება, ხოლო მათ მოიყვანეს თავთათვისთა ზედა დღე იგი რომელსა იტყოდა ესაია, ვითარმედ, დღე სასჯელისა უფლისაი არს და წელიწადი, კვალადგებისა სასჯელისა სიონისაი. და გარდაიქცენ ღელენი მისნი ფისად და ქვეყანა იმისი წუნწუბად. და იყოს ქვეყანა იმისი ვითარცა ფისი აღგზებული ღამე და დღე და არა დაშრდეს უკუნისამდე ჟამთა. აღვიდოდის კვამლი მისი ზენათესავით ინათესავად და მოუხრდეს ჟამადმდე მრავლად. და არა იყოს თანაწარმავალი მის მიერ და დაემკვიდრნენ მას შინა მფრინველნი და გრძღაბნი და ყორანი მკვიდრიყვნეს მას შინა. და განემარტოს მასზე და საბელი ქვეყანისა ზომი ოხრებისაი და ვირდევნი იყოფოდნენ მას შინა. მთავარნი მისნი არა იყვნენ, რამე თუ მეფენი მისნი და მდიდარნი მისნი და მთავარნი მისნი წარსაწმედელად მიეცნენ. და აღმოსცენდნენ ქალაქთა მათთა ეკალთა ხენი. და ძნელოვანი მისნი იყვნენ საყოფელად ურჩხულთა და სამკვიდრებელად ცირთა. და შეემთხვინენ ეშმაკნი და ვირდევნი ურთიერთას და ღაღადებდნენ მოყვასისა მიმართ. მუნ განისვენებდნენ ვირდევნი, რამე თუ პოეს თავისა განსასვენებელი. მუნ მართვენი ისხნენ გრძღაბთა, მუნ შეკრბენ ნადირნი. ესაია 34:8-15. ესე ყოველი შეემთხვია ჰურიათა, განიზრახეს რაი მოკლაი უფლისაი. ესე ყოველი მოხადეს თავთა ზედათვის და ხმობდეს რაი მაცხოვარსა ზედა. ამით სახითა დაისაჯნეს ინებეს რაი დასჯაი უფლისაი. და აციხილენ ყოველმან კაცმან, თუ რომელი ნაყოფი გამოიღო სიკვდილმან უფლისამან, ანუ რაი სარგებელეყო ჰურიათა ბოროტი ზრახვაითვისი. სიკვდილმან მაცხოვრისამან სოფელი აცხოვნა, წარმართნი ღმრთის მეცნიერყვნა, მკვდარნი განაცხოველნა, ეკლესიაი წარმართთაი აღაშენა, სასუფეველი ცათაი განგვიღო, ანგელოზნი და კაცნი შეერთნა და მტერობა იგი დახსნა. ცოდვანი კაცთანი ახოცნა და აურაცხელნი და გამოუთქმელნი კეთილნი მოგვანიჩნა მორწმუნეთა მისთა. ხოლო განდგომილებამან მან და უკეთურებამან ჰურიათამან და ბოროტმან კადნიერებამან რომელ აჩვენეს უფალსა,
წარწმიდნა იგინი და ქალაქი მათი, დაუბრუნა თვალნი მათნი და სრულიად უუმრთოხნა. და ღმრთის მკვლელი ეწოდა მათ, რამე თუ ქრისტე ღმერთი ხორცითა ჯვარსა ცვეს. ამისთვის აღოხრდეს და წარწმდეს და იქმნეს თანამკვიდრ და თანამონაწილე ეშმაკთა და მსგავს პირუტყულთა და აწწესითა მათითა მობაძავარიან ურჩხულთა და გრძღაბთა და ვირდევთა. რამე თუ არა არსვნებაი, ანუ ცოდვაი, ანუ ურჩულოებაი, რომლითა იგინი არასავსე არიან. ამისთვის მოვიძაგნეთ იგინი და განვიშორნეთ. და შევიტკბოთ ჯვარი ქრისტესი და თაყვანის ვცეთ, რომლისა მიერ იქმნა ცხოვრებაი ჩვენი. რამე თუ ნეტარიცა პავლე ამით იქადოდა და იტყოდა, ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადული, გარნა ჯვარითა ქრისტეისითა, რომლისათვის სოფელი ჩემდა მოჯვარცუმულარს და მე სოფლისა. გალატელთა მიმართ 6:14 და თავადი უფალი ბრძანებს, რომელმან არა აღიღოს ჯვარითვისი და შემომიდგეს მე, არა არს ჩემდა ღირს, არცა ხელეწიფების მოწაფე ჩემდა ყოფად. მათი 10:38, ლუკა 14:27. სწავლა იბზრაითა განვეშორნეთ ყოვლისავე ბოროტისაგან და ვიქმოდით კეთილსა. გარნა ამის პირისათვის ფრიადი კრძალულება იგვიხოს, რაითა არა ჰურიათა ებრ აღვიღოთ ჯვარი ქრისტესი, არამედ პავლესებრ. რამე თუ პავლეს საძლეველად ეშმაკისა და საოტებელად ბრძოლათა მისთა ეტვირთა ჯვარი ქრისტესი, ხოლო ჰურიათა, რაითამცა ჯვარსა ცვეს და მოკლეს უფალი, ამისთვის მიაქუნდა. და აწუკვე, ძმანო ჩემნო, ვეკრძალნეთ, რაითა არა სიტყვით ვაბრალებდეთ ჰურიათა და საქმით ვბაძვიდეთ მათ. რამე თუ მრავალნი თაყვანის სცემენ უფალსა, გარნა საქმეთა მიერ ბოროტთა განარისხებენ და მსგავს ჰურიათა იქნებიან. რომელსა სარწმუნოებაი მართალი არა აქუნდეს, მსგავს არს მათსა, რომელნი ეტყოდეს. უკვე თუ ძეღმრთისაი არს გარდა მოხედინ მაგიერ ჯვარით და გურწმენეს ეგე. მათე 27:40-42, მარკოზი 15:32. რამე თუ ესეცა ურწმუნო არს ვითარცა იგინი. ყვალად რაღაცა თუ სარწმუნოებაი გვაქუნდეს მართალი და საქმე კეთილი არა გვაქუნდეს, სარწმუნოებაი იგი მკვდარ არს. ისმინეთ რასა იტყვის მოციქული, რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმალსა ამას უფლისასა უღირსებით, თანამდე ბარს ხორცსა და სისხლსა უფლისასა. პირველი კორინთელთა მიმართ 11:27 და რომელსაც ცულდეს ძმაითვისი არა უყვარს უფალი და რომელი შეურაცხყოფდეს გლახაკსა, უფალსა შეურაცხყოფს, რამე თუ თავადი იტყვის, რაოდენი უყავთ ერთსა მცირეთაგანსა მე მიყავთ. მათე 25:40 და რომელი მოიღებდეს ქრთამსა უბრალოისა დასჯად მოყვასი არს იუდაისი, რამე თუ ესეცა განყიდის სიმართლესა, ვითარცა მან განყიდა ქრისტე. და რომელმან არა შეიწყალოს ობოლი და ქურივი, უწყალოებასა მასთვისაც შეჰრაცხავს უფალი. და ესეცა იცოდეთ, რომელი ისიცვიდეს სულსათვისა წარიწყმეთს, რამე თუ განხრწნის ტაძარსა ღმრთისასა. პირველი კორინთელთა მიმართ 6:15-19 ვითარცა მოციქული იტყვის. და რომელი დამონებულიყოს ბოროტთა გულის თქმათა და აღასრულებდეს მათ და სუფევდეს ცოდვა იმის ზედა, იგიცა მათ ხბაძავს, რომელთა კეისარი აღიარეს მეუფედ და არა ქრისტეი. რაიმე უკვე ჯერ არს ქმნად. არა ის ხვაი გარნა ესე, უფლისა მიმართ გურწმენდინ და მართლმორწმუნეობით ვადიდებდეთ წმიდასა და განუყოფელსა სამებასა და ჯვარსა ქრისტესა თაყვანის ვცემდეთ და წმიდასა ხატსა მისსა და ღირსად მცნებათა მისთა და წმიდისა მის სახარებისა მისისა მოქალაქობდეთ, განვეშორნეთ ყოველსავე ცოდვასა და მოვიგოთ სინანული, ვიზრუნოთ ცხოვრება ისულთა ჩვენთაი. უკვე თუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩვენი, სარწმუნო არს და მართალ, რაითა მოგვიტევნეს ჩვენ ცოდვანი ჩვენი და განგვუწმიდნეს ჩვენ ყოვლისაგან სიცრუისა. 1 იოანე 1:9 იტყვის ღმრთისმეტყველი იოანე,
და კვალად მანვე თქვა, შვილნო ჩემნო, ამას მივსწერ თქვენ და რაითა არა სცოდოთ. და უკვე თუ ვინმე ცოდოს, ნუ გეშინის მცემელი გვივის მამისა მიმართ იესო ქრისტე მართალი. და იგი არს მომტევებელი ცოდვათა ჩვენთაი, არა ხოლო ცოდვათა ჩვენთაი, არამედ ყოვლისა სოფლისაი. 1 იოანე 2:1-2 ოდენ მოვიქცეთ სინანულად, განვეშორნეთ ბოროტსა და ვიქმოდით კეთილსა, რაითა ღირს ვიქმნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, რაითა შეუძლოთ თქუმად, ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადული, გარნა ჯვარითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, გალატელთა მიმართ 6:14, რომლისაი არს დიდებაი და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ. ლოცვა ყავთ წმიდათა მამათათვის იოანესა და ეფთვიმესთვის, წმიდანო ღმრთისანო, ნათესავნო მომავალნო და ჩვენებრივ მცირე ჯამყოფადნო.